MasterChef-ის სპონსორია კარაკი პრეზიდენტი. კარაკი პრეზიდენტი. შეხედეთ ცხოვრებას მადიანად. გადაცემის სპონსორია ზეთი ფინალი. ზეითუნის ზეთი ფინალი. სალათებისთვის და თქვენი ყველა კერძისთვის. MasterChef-ის სპონსორია ბიუბიუს ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები. ბიუბიუ ქართულ სიმინძე გაზრდილი ქათამი. გადაცემის სპონსორია ტრიჟელანია. ასობით რეცეპტი და მხოლოდ ერთი მაიონეზი. MasterChef-ის სპონსორია ელექტროლუქსი. მეგატექნიკა. ელექტროლუქსის ოფიციალური პარტნიორი. გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია სანდომი. ყველაზე თქმელი ზღაპარი. პროექტის სპონსორია მელაჩი ჟიზნი. მელაჩი ჟიზნი. ბედნიერება წვრილმანებშია. MasterChef-ის სპონსორია ლუდი ბავარია. ბავარია. როგორც ყოველთვის. MasterChef-ის სპონსორია მიდეას ჩასაშენებელი ტექნიკა. მიდეა შექმნილია შენი კომფორტისთვის. გადაცემის გენერალური სპონსორია ინდეველოპმენტი დიდი დიღომი. სახლი, რომელიც შენდება შენთვის. გადმოდი შენ. შემოვიდივართ MasterChef-ის დიდ სამზარეულოში, ეხლა უკვე 9 მონაწილე. კონკურენცია იზრდება, მაგრამ მე რა თქმა უნდა არც წასვლას არ ვაპირებ. ძალიან დიდი შემართებით ვარ დღეს, იმიტომ რომ მინდა რომ შეფებს დამოვიკეცო, რომ მე MasterChef-ის სამზარეულოში ვიმსახურებ ჩემ ადგილს. კაფების მაგიდაზე ვხედავ ბარათებს, უკვე დამცრა რაღაცნაირად. კიდე ბარათები უდავთ და ძალიან მაინტერესებს რა იქნება დღეს ჩვენი დავალება. სეზონის საუკეთესო 9 მონაწილეს გესალმებათ MasterChef-ის დიდი სამზარეულო. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ გიყურებთ როგორ ტურიდან ტურამდე ვითარდებით, მიდიხართ წინ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი ფეხის წამოდება არის, მაგრამ ჯამური განწყობა ისაა, რომ თქვენ მიდიხართ წინ, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და სირთულისა. მაგრამ ნახოთ, ვისთვის აღმოჩნდება დღევანდელი დღესაბედისწერო და ვინ გააგრძელებს ბრძოლას შემდეგ დავალებამდე.
ერთის უმეტეს როდის გავიგებ დავალებას. მაინტერესებს შეფები დღეს რას გვიმზადებენ? გამარჯვებამდე წინ კიდევ დიდი გზა, ბევრი რთული გამოცდა გელით, რომელთაგან ერთ-ერთს ახლა გაგაცნობთ. როგორც ვიცით, MasterChef-ის სამზარეულო აღჭურვილია მიდიას ტექნიკით. შესაბამისად, დღეს ჩვენმა პარტნიორმა მიდიამ მოგიმზადათ მორიგი დავალება. თქვენ უნდა მოამზადოთ კერძი, სადაც უნდა გამოიყენოთ ღვინო, რომელიც განთავსებულია მიდიას ღვინის მაცივარში. ვიგებთ, რომ დავალება არის, რომ ღვინოსთან უნდა მისაყოლებელი კერძი უნდა მოვამზადოთ. მიხარია, რომ ეს დავალება გვაქვს ღვინის და კერძის შეხამება არის საკმაოდ რთული დავალება. მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეგრევე წარმოვიდგინე, რა შეიძლება რომ გავაკეთო. მიდიას მაცივარში განთავსებულია რამდენიმე სახეობის ღვინო. შესაბამისად, თქვენზეა დამოკიდებული, თუ რომელ ღვინოს აირჩევთ. თან მიდიას ღვინის მაცივარში ღვინო ისე ინახება, რომ მაგარი კერძი უნდა გავაკეთო, ეგრე ვარ. მახსენდება იდეები, რა შეიძლება რომ გავაკეთო და მახსენდება ფრანგული კერძი ბეფ ბურგონიონ. ჩემთვის საინტერესოა, ვფიქრობ, რა მოვამზადო და ისე შენ რა გითხარი. თუმცა ეს MasterChef-ია და ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. დავალების მოსამზადებლად ყველას გექნება სხვადასხვა დრო. ხუთი წუთი. ოკაირო. MasterChef-ის სამზარეულო რა MasterChef-ის სამზარეულოა, რომ რაღაცა ცუდი არ გაურიონ ამ დავალებაში. მაგიდაზე თქვენ ხედავთ 9 ბარათს, 3 ბარათზე წერია 60 წუთი, 3-ზე 45 და დარჩენილ 3-ზე 35. 35. და. ნუ რა თქმა უნდა 35 არ მინდა. დარწმუნებულიო რომ 35 წუთი მექნება და ფიქრობ რომ რანაირად შეიძლება რომ გავაკეთო იდეალური კერძი, მით უმეტეს როდესაც ჩანაფიქრში მაქვს ბეფ ბურგონიონ. ხოლო ვის რამდენი დრო ექნება დავალების მოსამზადებლად? ამას შემთხვევითობა და იღბალი გადაწყვეტს. და თითქოს ეს საშუალოდ რთული დავალება გადაიქმნა ძალიან რთული დავალებად. ნინი, აირჩი შენი ბარათი. გავდივარ პირველი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. მგონია რომ გული რასაც მიგზავს იმ მომენტში ის უნდა ავიღო და ვიღებ შუაში MasterChef-ის ლოგოს, ჯერ შეფს ვაჩვენებ და რუკას რაღაც ძალიან შეწუხებული სახე აქვს, კონსტანტინეს რაღაც გაგიმართლოსავით სახე აქვს და ვერ ხვდები რაში არის საქმე, შემოვატირე და ხედავ 60 წუთს. 60 წუთი. ნინი, გაგიმართლა, გადმოერთო ჩვენ გვერდზე. წამოიღო ამ ლეკორდონ ბლუ და ეთყა ამ დელეგაციებმა გამოუშვეს და რაღაც დალოცვები ჩაუდეს და დარჩა 2-60 წუთი. ჯოზი, შემდეგი შენ ხარ. გამდივარ მე. მეც მეთქი აბა წინა ტურებში ლოცვებმა არ უშველა მეთქი, დავავლე პირდაპირ ხელი და ამოვიდე 60 წუთი. 60 წუთი. დარჩა 1-60 წუთი. ჯოზი, გადმოერთო ნინისთან. ნელან შეგიძლია გამოხვიდე. გავდივარ მე და უეჭველი 60 წუთი უნდა ავიღო და ეგრევე ვიღებ და 35 წუთი შეჭა ხელში. 35 წუთი ვაფშე ტვინში არაფერი არ მომდის რა უნდა გავაკეთო. საერთოდ არაფერი ისეთი რომ იყოს რაღაც ძალიან მაგარი კერძი, ღვინოს მოუხდეს, ღვინით გააკეთე, ისა, ესა. მე მომსამოვიდა 35 წუთი და უკვე დარწმუნებული ვარ რომ კალმახის გაკეთებას იწყებს. ჯოზის მგონია რომ ჯონის აიღებს სიბას. თორნიკე რა თქმა უნდა რომ ორაგულს აიღებს, მაგაში ეჭვი არავის არ ეპარება. ვაჟა მოდი. ჩემბეც რა უთხარი და ხო ვიცი ახლა რომ 35 წუთი ამომივა ახლა. ხო ვიცი არა, ახლა წავავლე ამ ფურცელს ხელი და ვა, გაგიმართლა. 35 წუთი. მართლა არ დაჩნდა 35 წუთი. თორნიკე, ხო დაიღოთ ბარათი. დავდივარ მე, ავიღე ბარათი და იდეალური 45 წუთი შემოვიდა. 45 წუთი. არა, ცუდი. ანანო, შენჯერია. ვიღებ ბარათს და მადლობა ღმერთს რომ 35 წუთი არ ხდება. ანანო, შევერთდი შენ კონკურენტებს. კაკი, შენჯერია. 35 წუთი. ბატატო, გამოვძანდით. დარჩა 45 და 60. 60 წუთი. ეკატერინე,
არჩევანი არჩევნის გარეშე დამრჩა 45 წუთი. მაშასე, ყველა მიცის რამდენი დრო აქვს კერძის მოსამზადებლად, ზოგს მეტად გამართლა, ზოგს ნაკლებად, მაგრამ შეფასებაში რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება რამდენი დრო გქონდათ. კერძები უნდა იყოს დროის პროპორციული. შესაბამისად, პირველები დაიწყებენ ისინი, ვისაც აქვს 60 წუთი, შემდეგ შეუერთებით 45 წუთიანები და ბოლოს 35-იანები. მეგობრებო, ჩემი რჩევა არის, რომ ამ ტურში მაქსიმალურად გამოვადგინოთ თქვენი უნარები, იმიტომ რომ შემდეგი ტური არის ძალიან რთული. დღეს იმუნიტეტის მოპოვება იქნება მხოლოდ 1 და იქნება ძალიან მშვიდად. ამას მეც ვაანალიზებ, შესაბამისად შეცდომების დრო და საუკეთესო კერძის ავტორი იმუნიტეტთან ერთად მიიღებს სპეციალურ პრიზს. ეს არის მიდიას ვაუჩერი, რომელიც მას შეეძლება გაანაღდოს მიდიას შოურუმში ეს ყველაფერი და შეიძინოს მიდიას ტექნიკა. მზად ხართ იმუნიტეტის მოსაპოვებლად? დიახ! მოემზადეთ, დრო ჩაირთო. ირთება ჩვენი დრო. პირველი ვიწყოთ მე ჯოზი და ბატატო. ფები გვიყურებენ, ან ლოცვა გამოგვადევნის, ან ჯადო. გადავწყვიტე რომ ავიღო ღორის ხორცი. დაგჭირდება ასეთი საოცრება. მე მაქვს 60 წუთი და მიდიას მაცივარი ღვინოს უნარჩუნებს საოცარ არომატს, გემოს და ტექსტურას. ვფიქრობ ეს ღვინო დამეხმარება დღეს, რომ საუკეთესო კერძით წარმოდგეს შეფების წინ. ნეოჩნის ჯიზნიდანაც დამჭირდება პერგამენტი, ასევე ბლენდერს გამოვიყენებ ელექტროლუქსის. იმერიდან ავიღოთ ქინძი. პრეზიდენტის კარაქიმიდან. გამოვიყენებ სვანურ მარილს, რომ ქართულ გემოებზე წავიყვანო ჩემი კერძი დამაში. სუპრემე ძალიან დამეხმარება. ჩერაც გავიყოლოთ, მაინც გავისწველო პირი. სანტეს რძე მინდა აუცილებლად. მივდივარ უკვე მიდიას მაცივართან და ჩვენ ავიღებთ მიდიას საფერავის ღვინოს, რომელიც არის ძალიან არომატიზირებული და შენახული არის მიდიას მაცივარში, სპეციალურ მაცივარში, სადაც არის ის ტემპერატურა, რაც სჭირდება ზუსტად ამ უგემრიელეს ღვინოს, შესაბამისად, ჩემი აზრით ძალიან დამშვენებს ეს ღვინო ჩვენს კერძს. ავიღებ მარილს ჩვენი სუფრის, ზეთი მინდა აუცილებლად, შაქარსაც ავიღებ. დამჭირდება სანტეს მაწონი, უპროცენტო. ჭირდება ღვინო, წითელი ღვინო, მიდიას მაცივიდან, რომელიც ძალიან მაგარ ტემპერატურაზე ინახავს ღვინოს. დღეს გავაკეთებთ იხს, ის და ჭინჭლის თხალით, ჭადის ხრაშმა კალათით, რომელშიც იქნება დატენილი აფხაზური აჯიკის აჯიკა და ღვინის ხიზილალები და ასევე გვექნება ალუბლის ტყემალი. არ გეჩვენებათ ალუბლის ტყემალს, კაი ცინცხალი ომბალოთი, კაი ქინძით, კაი ყველაფრით. გვერდზე მიდგას, სალომი აღარ არის ხო? მე მოკითხა სალი, მოკითხა. გვერდზე მინ კორდონბლო ჩამოვიდა. დელეგაცია ჩამოვიდა. ისე ეგ ადგილი კაი არ არის. ხო, რაღაცა ვიცი რომ კაი ადგილი არ არის ეს და ამ ეტაპზე კიდე ეს ადგილი რაღაც მე ვაკეთებ ბურგუნდი ვახორცს და იმედია რომ დაიშლება და ზუსტად ისეთ იქნება მე როგორიც მინდა. ვიყენებ ასევე შიტაკეს, თავის უმამის გემოს წინ წამოწევს, ჩემ კერძს განსაკუთრებულ არომატს შესძენს. რაღაც საოცრება უნდა გამოვიდეს რა. ხორცი ბურგუნდიულად არის უკვე ძალიან მაღალი კულინარია და მგონია რომ ამ შემთხვევაში შეფები უკვე ვეღარ მეტყვენ რომ მე არ გამოვხატავ იმ შესაძლებლობებს რაც აქამდე არ გამომიხატავს. ასე რომ მივდივარ ძალიან მაღალ რისკზე რომ ჩემი ბეფ ბურგონიონ იყოს საუკეთესო. მაღალი კულინარია ზუსტად იმ საფუძვლებშია და სიძველეში, რასაც ზოგადად ქვეყნების სამზარეულო ატარებს. მივესალმები, თუმცა 1 საათი დაიშლება განახორცი. გადავწყვიტე რომ გავაკეთო ღორის ხორცი ბატატის გარნირით და ექნება შოკოლადის ცხარე სოუსი. ზუსტად ისეთი, როგორც წითელ ღვინოს გემრიელად მოუხდება. ვამუშავებ და უნდა შევწვა იდეალურად, იმიტომ რომ წინაზე არ გამომივიდა და ეხლა აუცილებლად უნდა გამომივიდეს. ეხლა ვდებ მიდიას ხუმელში ჩემს ხორცს და შეიწყვება იდეალურად. ჯოზი, რას აკეთებ? შეფაი წალავ იას, ის ფოთლები უკვე მოვწალე.
და ეხლა ხარშავ ჭინჭას რა უნდა გავამზადო ხალი. მაგრამ ხალი როგორც გარნირი ხორცთან, აი ფხალი გარნირი ცოტა მეუღებელია, ხო? ესეთი ცოცხალი რაღაცნაირი შოკირებული თავისი იებით ბევრად მისაღებია, ვიდრე იხვის მკერთან გარნირად ფხალი. აი რა შუაშია. კერძი მინდა იყოს სწორად აწყობილი, ხო? დიახ. მე რა თქმა უნდა, ყველაფერს შევეცდები, რომ კერძი იყოს ზუსტად იმ სისწრაფით, რასაც შეფები მოითხოვენ. ნინი, რა საკეთებ? მე ვაკეთებ რატომღაც როდესაც წითელი ღვინოა ვიღე გამოცემდა ხორცი ბურგუნდიულად და გავწყვეტ რომ თქვენთვის მომზადებინა ასე მინდა რომ სტაფილოს ხიზილავა გავაკეთო და კაფეც მინდა რომ გავაკეთო საქმის ანტრეკოტია 21 დღიანი დავარგებით 21 დღიანი დავარგები და ასე უცბად იმაში გავშვი ხო რატომღაც Cordon bleu ნინი მასწავლე ნინი მასწავლე როგორ გამოვთქვა cordon bleu Le cordon bleu Le cordon bleu არა Le cordon bleu Le cordon bleu არა გავიდეთ 15 წუთი შევბივარ საკუჭნაოში ჩაის დრო მაქვს 45 წუთი და ფიქრობ რომ გავაკეთო რიზოტო დამჭირდება ზეითუნის ზეთი მარული რა თქმა უნდა სოკო მაქვს 45 წუთი მშვენიერია იმედია ყველაფერს მოვასწრებ ვიდის მაცივიდან ვიღებ ღვინოს საოცრება ზეთი მჭირდება ბარდა მჭირდება პიკნა ხაჭო კარაქი მინდა სულფონი მინდა რა თქმა უნდა ავიღებ ღვინოს მიდიას ღვინის მაცივარი ისე ინახავს ღვინოს რომ არ იკეთებს ღვინო ნალექს არ ისვლის ფერს და არ ისვლის გემოს ჭირდება პრეზიდენტის კარაქი სანებო სანდომიდან ვიღებ მიგოს ღვინოს ვიღებ მიდიას მაციური და რადგან მიდიას ისეთი ღვინის მაცივრები აქვს რომ გემოვნ ურჩისებებს თავიდან ბოლომდე უნარჩუნებს და გგონია რომ ქვევრიდან აცხავ ღვინოს გავიღებ კარაქს ნაგებს კიდე მინდა პარმეზანი და დევეში ვიწყებ ძალიან სწრაფად მომზადებას ვაკეთებ რიზოტოს ექნება გოგრის კრემი კიდე ექნება სოკოს ჩიფსები ეხლა ამას დავჭრილად რომ მალე გამოცხეს ყრი ჩემ ჯამში ურევ ყრი გამოსაცხობ ქაღალდზე ახლა შევაგდებ მიდიას ღუმელში წევიდა ღუმელში შევაგდე გოგრა ეხლა ვიწყებ უკვე ბრინჯი უნდა მოვიყვანო პირველ რიგში ხალხთან ივორს მოვთუშავ მე ვაკეთებ ეს საქონლის ხორცის რულეთ ფუჩოლიას გულსართით ასევე ვაკეთებ ჭადის ფირფიტებს ასევე ვაკეთებ ხიზილავას აჯიკის გემოებით ასევე ვაკეთებ კახურზეთში მოყვანილ სატაცურს არტიშოკს და სოკოს 45 წუთი ამდენი კომპონენტისთვის ძალიან ცოტა მართლა მასტერშეფი იმისთვის არის მასტერშეფი რომ შეუძლებელი შეძლო რა ხდება ხამშვიდობა გაქვს ხონი ამან ცეცხლი წაგვიკიდა იმუნიტეტი კი არა ამით იაპირებ იმუნიტეტის აღება სხვა გზა არ მაქვს უნდა გავაკეთო თავიდან ეს თუ გამიფუშტა ჩემ რიზოტოს არაფერი აღარ ეშველება და ეხლა ჭადის ჩიფს დავამუშავებ რომ გამოვაცხოთ მიდიას ღუმელში რა თქმა უნდა ეს ჩიფსები ძალიან უნდა მოუხდეს ჩემს იღს მიდიას ღუმელიდან გამოვიღე უკვე ხორცი გავახვიე ფოლგაში და ეხლა ველოდები რომ ცოტა ხანი დაისვენოს ხორცმა ამასობაში ვაკეთებ შოკოლადის соус რაო ვინც გააკეთა მასტერშეფში ყველა რო დამარცხდა იმ დროს იცი მე არ დამარცხდა ხორი და შოკოლადი ერთად არ ვიცოდი როგორც ვირი და ოპერა ზუსტად აი ჟანრია შეფ კონსტანტინეს ეს კომენტარი რა თქმა უნდა ცოტა მაშინებს და მაეჭვებს ფიქრობ რომ აღარ გამოვიყენო ჩემი შოკოლადის соуსი მიუხედავად იმისა რომ მე მგონი რომ მოუხდებოდა მაგრამ რა ვიცი დავდა უკვე შესაძლოა ჩემი სუპი თავი ხორცი გამომიდეს გემრიელი წუნიანი და კარგი თან ისე მოუხდება ჩვენი ღვინის соуსი ჩვენს ხორცს რომ ვფიქრობ რომ ეს ამ კერძმა უნდა მომაპოვებინოს მე იმუნიტეტს უკვე შევდა უკვე მიდიას ღუმელში დავიწყებ ახლა ღვინის соуსის მომზადებას იმიტომ რომ შედარებით დიდი დრო სჭირდება
იცით უკვე რა კერძს ამზადებთ? დაახლოებით. ხო, ღვინო, თეთრი, წითელი. წითელი. 35 წუთში. მე დესერტს ვაკეთებ შე. 10, 9, ბოლოს დაადგა ის 35 წუთი. 2, 1 და წავიდა. შევდივართ მე, მელანო და აკაკი. გავდივარ, რა გავაკეთო, არ ვიცი, 35 წუთში ავიღე სუკი. მოკლედ მე ვამზადებ ახლა ტირამისუს. ამისთვის დამჭირდება ღვინო, ამისთვის დამჭირდება მასკარპონე და დამჭირდება ნაღები. მაქვს 35 წუთი და პირველ რიგში ზეც ავიღებ საოცრებისას. მე ვინა სოუსისთვის წითელი მშრალი ღვინო. ხახვი გვინდა აუცილებლად. პრეზიდენტის კარაქი აუცილებლად გვინდა. ძალიან ნერვიულობ. ჩვენ რო წვენს გავიყოლებ, რომ ნერვიულობა მომეხსნას. და რა თქმა უნდა მიდიას ღვინო, რომელიც მიდიას მაცივრიდან გამოვიღეთ ჩვენ არაჩვეულებრივი ღვინო, რომელიც ჩვენს კერს შეკრავს და გააგემრიელებს. 35 წუთი მაგ ძალიან ნერვიულობ, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ძალიან დაბნეული ვარ. სულ კანკალებ მართლა და გადავწყვიტე რომ 35 წუთში სუკი შევწვა და ქლიავის გარნირი გავაკეთო და იმედია გამომივა ყველაფერი. რაღა მაინც მე შემხვდა 35 წუთი მართლა არადარა კარგად მივდიოდი ჩემი ანგელოზი აქ იჯდა. უკან მიდგას მელანო და ვაი, საოცრებო. ხედავ სუკს. აი, კამოხს არაკეთებ. ეს სუკი აირე. ნინი ოცნება გისრულდა კალბახს აღარ ვაკეთებ. ვაუ, მელანო დღეს სუკით არის წარმოჩენილი. ცოტა უცნაური. ეხლა ვიწებ ხორცის შეწვას. ძალიან დავიბენ, იმიტომ რომ უკვე 25 წუთი მაქვს დარჩენილი, ხელები მიკანკალებს. იმუნიტეტი მინდა, მე იმუნიტეტის გარეშე ვეღარ ვცოცხლობ. რაღაც ექსპერიმენტებს ატარებს. მგონია რომ ანუ ზუსტად არის ის როგორ უნდა გააკეთოს ეს სუკი. ჯობდა ისევ კალმახი აგეღო. დღეს მაინც მოეწონოთ შენი, ჩემო კორდონ ბლუ. ფიქრობ გავაკეთო ტირამისუ, რამდენად მოვასწრო. ვნახოთ, მაგრამ უნდა მოვასწრო, სხვა გზა არ მაქვს. ვიყენებ მიდიას ღვინო შავს, რომელიც ჩემ ტირამისუს ძალიან მოუხდება. ვიწყებ ბისკვიტის ათქვეფას, ამისათვის დამჭირდება კვერცხი, დავამატე კვერცხი, დავამატე შაქარი, დავამატე ოდნავ ვანილი, ოდნავ ფქვილი, გამომივიდა ჰაეროვანი ბისკვიტი. შევშვი მიდიას ღუმელში და ველოდებით 15 წუთი, როდის გამოცხობა ჩემი ჰაეროვანი ბისკვიტი. ვაჟუ, ისევ დესერტი. რა თქმა უნდა. როდის დადგება ის ნანატვი დღე, რომ ვაჟა კერძს მოგვიმზადებს. როდის ვაჟა? კიდე საკონდიტროს აკეთებ, ანუ ით ვერ დაიღალე, რომ ანუ კიდე საკონდიტროს აკეთებ, კიდე საკონდიტროს აკეთებ. საკონდიტრო შოუ არ არის მასტერშეფი ბოლოს და ბოლოს. ვიყენებ ღვინოს, რომელიც ავიღე მიდიას ღვინის მაცივრიდან. ზუსტად ისე ინახება ღვინო, როგორც ინახება ქვევში და ვფიქრობ, რომ საუკეთესო ღვინის მაცივარია. ჩემ ხალხში ჩავყარე ბრინჯი, ვამატებ თეთრ მშრალ ღვინოს. ღვინო მისცემს თავის არომატს, ჩემს რიზოტოს. მინდა რომ გამომივიდეს სტაფილოს კაფიც. აქ დაუ ეს იდეალური გამოდის, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონა. ხვდები ამ ჩემ ბურგუნდიოს და არომატი ამოდის რაღაც აი გასაოცარი, ანუ ხვდები რომ აი თელი სამზარეულო მოიცვა. ანუ ეს რო არ მოეწონოთ, აი ამას გავიძრობ და გადავაკრებ და წავალ ჩემი ფეხით. დებ მიდიას ღუმელში ჩემს ჩიპს. ვიწერ პირჯვარს, იმედია გამოვა. ვაკეთებ სტაფილოს ხიზლოს. ცივზეთში ვასხამ ცხელ სტაფილოს წვენს. ნინი. ხო. მოიხერე ლეკორდონში როგორი ხიზლალები გასწავლეს. აი ნახავ. ჟელირებულ ხიზლალებს აკეთებს. რავი, აბა ერთ საათი მეტი მომეცი და ნახავ რასაც გავაკეთებ. ნუ რა ვიცი, ხა მეც 1 საათი მაქვს, მაგრამ ჟელირებულს არ ვაკეთებ. სმენია სოდიუმ ალგინაძე და კალციუმ ლაქტაძე? კი, სმენია. მერე? ჯოზის მოუნდა რომ მაღალი კულინარიის ხიზილვა გააკეთებინია 1 საათში, ანუ ძალიან გთხოვ რანაირად უნდა გააკეთო, ანუ შეუძლებელია. ნინი იყენებს სხვა ფრანგულ ტექნიკას, მე ვიყენებ სხვა ფრანგულ ტექნიკას. ჩემი ტექნიკა უფრო მაღალი დონის არის. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სწორი ტაქტიკა ავირჩია ამ შემთხვევაში მომზადების, ვიწყებ ხიზილვის გაკეთებას და არ გამოდის. არა, არ გამოვიდა. აუ, ჯოზი რა, დამწყევლე. კაი, თავიდან გავაკეთოთ. არ დავნერდები, არ არსებობს. უკვე ვიწყებ მეორეჯერაც ამის გაკეთებას და უკვე ხვდები, რომ აქ ჯოზის წყევა იმოქმედა. გონი გამოდის ჩემი ხიზილალა. გონი გამოდის ჩემის.
არ გამოდის. აშკარად რეების მითხრა მართლა არ გამოდის ეს ჩემი ხიზილალა ძალიან მაინტერესებს პარალელურად თვითონ თუ გამოდის თავისი ფოიო-ფოიო ხიზილალა ჩემიც არ არის მე მგონი იდეალური მაგრამ არ ვიცი ვიწყებ პროცესს მესამეჯერ უკვე ანუ შანსი არ არის ან იდეალური უნდა იყოს არ მაინტერესებს გადავდივარ მესამე მცდელობაზე ჯოზის სიტყვები არ მაფერხებს ხვდები რომ ანუ მართლა არ გამოდის უკვე და ანუ არ უნებდები იწყებ მეოთხეჯერ ამ ყოველთვის გაკეთებას გამოვიდა გამოდის ჩემი ხიზილალა და უყურებთ არის იდეალური ანუ ესეთი იდეალური ხიზილალა ბევრს არც განოსდის ძალიან მაგარი გამოვიდა და რო არ დავნებდი აი მარტო მაგის გამო მეტა რა დაემართა რომ მეოთხე ცდაზე ძლივს რო გააკეთა ეს ხიზილალა წესით პირველივეზე უნდა გამოსვლა და გავდივარ გვერდით და ხიზილალა არის დაშლილი ნაწილ ეხლა შენ ხო ლეკორდონებში გაქვს ხიზილალა არ არის შენ ხო ლეკორდონებში გაქვს ნასწავლი და შენ ვერ შეგეძლები ხა ხო იცი კატასტროფა ხიზილალა აქვს ანუ ჯობდა საერთოდ არ ეთქვა რომ ხიზილალას აკეთებ და 1-0 ჯოზი უკვე ყველაფერი თოლნათლივ ჩანს ლეკორდონ ნუ ეხა პირდაპირ ლეკორდონი ცოტა დამეწყო და მე გამიგრძელებინა 7 წლიანი მე პირდაპირ ლეკორდონი არ დამიწია მიდი რა აუ ჩემი გოგრა ამას ეხა დავაბლენდერებ ამ გოგრას პრეზიდენტის ნაღიფას ხო ეს ჩემი კამასოკო რომელიც უნდა ჩავყარო და ოპა აია ძალიან ცოტა დრო ჯამშა და ნერვიულობ მაგრამ ჩემი ხორცი ვფიქრობ რომ მზად არის ძალიან ნერვიულობ მინდა რომ იყოს მედიუმი ჩემი ხორცი მართლა ძალიან ნერვიულობ უკვე არ ვიცი რა გავაკეთო რას ვეცე დრო ძალიან ცოტა მაქვს დავიწყე სერვირება დარჩენილი არის ძალიან ცოტა დრო ჭადვი წხვება ქვემოთ და აი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოვასწრებს 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 და ხელები მაღლა ერთების მოსაზრება დრო ამოიწურა ახლა ჩვენ ჩამოვივლით და ავარჩევთ იმ კერძებს რომელსაც დავაგემოვნებთ ნენი 60 წუთი ქონდა ხო? დიახ შეფ ჩვენთვის საინტერესოა ჩანს რომ 60 წუთი კარგად გამოიყენე ერთი რაც გონია რომ სუკი გამოიყენე სუკი არ გამომიყენებია შეფ ანტრეკოტი გამოვიყენე აი ხო თავარია რომ ძალიან უცხი მოარიყოს დიახ შეფ მაგრამ დავაგემოვნებთ ამ კერძს გვაინტერესებს მადლობა შეფ ჯოზი სწორად არის მომზადებული თქვენი იხვის კერძი ჩემი აზრით კი მედიუმი არის არა ცოტა აკლია შუაგულში მე ტექნიკურად არ მომწონს აღგეთებული როგორ არის ცე სუაი ამ ფერზე რო ყოფილიყო ყველა ერთ ფერში იქნებოდა ძალიან კარგი ეთყობა ხო შენი ხე არ აკმაყოფილებს სტანდარტულ ფორმას რა ერთი საათი ქონდა იმისთვის რომ მიგეღწია იხვის ოპტიმალურ მდგომარეობამდე ამიტომ ვერ გასინჯავთ კი ბატონო ამ კერძს ამ ჯერზე გამოვტოვებთ ჯოზი ბაჟა 14 წუთი ქონდა და შენი აზრით ტირამისუს სწორი არჩევანი იყო ან ამ ფორმით გადმოცემა კონდიტერის ჭკვა მომივიდე და ავიგე მაგრამ სხვა რამე რომ მოგსვლოდა არა აზრა მარტო ტირამისუ მასალას წახვედი და რაღაც ანუ გასინჯვის გარეშე ვიცით რა არის ზუსტად რე ამიტომ ახალი არაფერი არ არის და არ გავსინჯოთ მე რა სოუსი და რე ფინიქში შეიწოვა და გამომიშრა ცოტა ვიზუალურად კარგად გამოიყურება ისე სახლურად და საფუძვლა და არასახულა და ანუ კლასიკურ პროვანსალურ რესტორანის კი ბატონო ჩვენ გვაინტერესებს ეს გასინჯვა აი გავსი ძალიან გამიხარდა თორნიკე აი ეს სამი რა არის ჩიპსი რატო არის თეფშის გარსზე დავაგებული წერით განსხვავდება იმ ჩიფსისგან რაც შუაშია არაფრით მაშინ შეხარა შიგნით აი ხა გავსინჯავდი ამას ეს ხეზიალა გვერდს მიყვები ვერ მოვასწარი დადება თორემ მქონდა ბევრი და ეს ბოლო რატო დამალე ის ყველაფერი ასე რაღაცა ერთ სივრცეში ამოვიყვანე ერთ სივრცეში ამოიყვანე და დამალე ის რაც სინამდვილეში გაქვს ხო ამ კერძს ვერ გავსინჯავ მადლობა
გადატო გეტყობა სახეზე რო კმაყოფილო ხარ. არა, არ ვარ კმაყოფილო, просто უყურე. ეს ხარ ეს. ეს რა? ხარცი შენ. დასმილა ვარაგი. ვა. ნამდვილი. სოუსი? ერთ მხარეს დამწვარი, მეორე მხარეს შეუმწვარი. ცხარე სოუსი და ეს არის იმისი რა ქვია, ვაშლის, კომშის და ღვინის სოუსი. სოუსი. მე რომ მინდია ყველაფერი იგორება. პიური. არა. ბატონო, ეს არ არის გასინჯებს. აკაკი რა ხდება შენ? ხბოს ხორცის ტარტარი მოგიმზადე. და რა აქვს? აი სიჩქარეში და იმაში ცოტა დამავიწყე კიდე. დოგვი, ლიმონი, კი ბატონო, პილპილი, მარილი. აკი ვერ დავაგემოვნო თამკერს, თამქუხაროთ. ყველის დაფა. ყველის დაფა ოღონდ ჭადის ფქვილის ტარტით, დამბალ ხაჭოთი, ნადუღი პიტნით, სულგუნის ანებოსი. ჩერა. მე მაინტერესებს. კი ბატონო, ცხარე თაფლით არის. ინტერესოდ გამოიყურებ. ეს არის? ეგ არის დამბალ ხაჭოს ჩიპსი. და ის გავს. კი ბატონო. დენტე არა. დადგა დრო დაიტირა შავი წისაფრით. და უმია? თვალით უხილავმა შეცდომა შეგვიყვანა. ზუსტად ვიცი რომ ანუ შურს ღმერთო ჩემო. პირველი არის ნინი, ნინი კერძი მაგდას. ამაქვს ჩემი ბიხვინო. გადის კორდონ ბლუ. მიდის რაღაცნაირად. ამაყი, აი, იცით როგორი ამაყი, აი, არ ვიცი. მოდი ვნახოთ ჯერ გასინჯა შენი კერძი. კაი ლამაზო. და მერე ვისაუბროთ გვალმაგიდასთან. ნინიკომ გაგუკეთა ესე იგი რაღაცა ლე კორდონ ბლუს რაღაცა ალა ვა. იქიდან მიყურებს იქიდან. ნინი შენ ქონდა 60 წუთი მოსამზადებლად, კარგად მოგვიყევი რა გააკეთე. მე მოგიმზადეთ ხორცი ბურგუნდიულად, ინსპირაცია იყო ხორცი ბურგუნდიულად. გავაკეთე დეგოზირებული ღვინის სოუსი, დავარედუსირე, ასევე დავამატე ლაიმის ცედრე, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ცოტა მოუხდებოდა ხორცს. მე როგორც ვიცი, 1 საათი კი არა 12 საათი სჭირდება იმისთვის, რომ ბურგუნდიანი იყოს სუსტად ისეთი რო უყოფილი, როგორც სჭირდება ამ კერძს. ამ შემთხვევაში რადგან 1 საათი მქონდა, ცოტა გადავაკეთე და ჩემი ხორცი ანუ არ მგონია იყოს შვადი და ისეთი. როგორც ლაპარაკობს, კერძი ვერ არის ეგეთი. და მე ცოტა სოუს დავამატებ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ხორცი სანამ დავშე. კარგი ტექნიკებია გუდაოდ გამოყენებული. ნუ მე მაინც ხორცი მოდი შენ ხორცს მიხედე, ანუ ჩემი ხორცი როგორიც უნდა იყოს, ზუსტად ეგეთია და შენი ხორცი უმია, ანუ უმია. რატომაც მაინც ანტრეკოზე შევაჩერე არჩევანი. ჩალა. ხოც როგორი მნიშვნელოვანი არის ამ მოჭეში ცხიმოვნება. ვიცი შევ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ცხიმოვანი ნაწილია არ გამომიყენებია. და რატო არ დაშალე? ანუ რატო არ მაგალითად შეგელო რა გექნა, იცი? გამოგიყენებინა მის ბურგუნდიური ხორცი აკეთებდნენ ძვლები და ნაფოტები და სხვა ცხიმი რაღაც ეგეთი, ეს ხორცი მოგიყვანა ცალკე, დაგედეგაზირებინა ღვინის სოუსით ან რაღაც ეგეთი, რომ გემო შესულიყო. შევ, აი დროის ის მქონდა და პირიქით არა დროს, ანუ ეს მანამ იხარშებოდა, მაგ დროს რას აკეთებდი, ამებს აკეთებდი, ხო? ხო. აი. შიტაკეც. იმიტომ რომ კარაქში მოვიყვანე ჯინჯერთან ერთად სოუსით. იცი არის? ხო. ყველა გემო ადგილზეა. ამ კერძს ახასიათებს ის კლასიკური ფრანგული დინამიკა აქ ის, რომ აი სტაფილოსი, კარტოფილის, სოკოს, სადაც ის ყველაფრის გემო მკაფიოდ გამოყვანილი წინ. სოუსი ძალიან კარგია. ძლივს ნინის კარგი შეფასება ეღირსა. კორდონ ბლუ არ არის, მაგრამ
წავო. კორდონ ბლუში გავიყვანთ. გემოები არის იდეალურად დაბალანსებული. პოთხორცემ შარ. დიახ, შეფ. ჩალა. მე მგონი ამის გამოსავალი იყო. ცოტა სხვა ტექნიკებით რო წავსულიყავი. ძვალი რო გამომეყენე. ანუ რას მომწე რომ დაგეშალა რაოდნო და მოგეტანა ისე ხორცი უფრო ნაზი და აი ძალიან ბურგუნდიური ხორცი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის რომ აი კი და ჩანგახდა და დაიშლება. ეგრე არის. მესმის რას ამბობთ? სრულიად. ეს ალბათ კორდონ ბლუს დამსახურებაა. რაც შეეხება ღვინოსთან ეს თქვა შეხამებას და შეთავაზებას ყველაზე კლასიკური გზა ირჩიე ხა ნუ პრედიკაცია გაიგე შეთავაზება იდეალური არის მადლობა შეფ ეს არის კლასიკური ფრანგული კერძი რომელიც იდეალურად შეესაბამება ღვინოს ერთადერთი მე რაც შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი ბალანსია მიხარია რომ ძლივს ნახე შენგან რაღაც ისეთი კარგი ტექნიკა ნინის კერძი შეფებს მოსწონთ და არ ვიცი соуსი ძალიან გემრიელია ის მომჟავო ისეთი არომ გემოები ძალიან მოსწონთ соуსი და რა თქმა უნდა მოეწონებათ соуსი ანუ საუკეთესო ვარ соуსების გაკეთებაში ბოსტნეულიც კარგია მადლობა შეფ იზილალა რასაც გიყურებდი ერთი მე-4 წელზე კი შეფ მე-4 წელზე გავაკეთე რადგან რატომღაც არ გამოვიდიოდა და ანუ არ დავნებდი მაინც გავაკეთე იმიტომ რომ ძალიან მიდოდა რომ დღეს არა მარტო ბურგუნდიული ტექნიკა წამომეწია წინ არამედ კიდევ სხვა ტექნიკას წამომეწია შეფ მართლაც ამამი არჩევანი იყო მისი მხრიდან თუმცა კორდონ ბლუ როგორი კორდონ ბლუც არ უნდა იყო ფაქტია რომ დღევანდელი შენი კერძი ძალიან გამოშ შეფმა გირჩევთ რომ ცოტა соусიც გამადოთ იმიტომ რომ კაფიოთ აძლევს გემს ნინი გემრიელია ღვინის კერძი უდავთ არის ბევრად მეტი დრო რომ მქონოდა ხორცი ხო სხვანაირი იქნებოდა ჩვენთვის სატაცოს მომზადება უფრო მეტი ქონდა ვიდრე ჭირდებოდა აი ის რაც აქვს მას საზაფხულო სიხრაშუნე ის არ ქონდა კერძი მომწონს შემდგარია მადლობა ბრავო ნინი დაუბრუნდით თქვენს მადლობა ზუსტად ვიცი რომ დღეს იმუნიტეტი ჩემია ყოველ შემთხვევაში ის მაინც ვიცი რომ დღეს მე იმუნიტეტის კანდიდატებში აუცილებლად შევდივარ გილოცა ჯოზი მომილოცა მაგრამ ვაი ეგეთ მომოცვას ზუსტად ვიცი რომ ანუ შურს ღმერთო ჩემო შემდეგი არის მელანო კერძი მაგიდას გადის მელანო კალმახების დედოფალი ელანო რომელსაც მუდამ თეთრი წინსაფარი უკეთია და ყოველთვის თევზს გვიმზადებს მაგრამ დღეს რატომღაც ხორცის გაკეთება მოისურვა მელანო, შენ გქონდა 35 წუთი და რა კერძი მოგმზადე? მე მოგემზადეთ სუკი, ქლიავის გარნირით და ფისტათი და соуსის სახით უნდა ყოფილიყო წითელი ღვინო ფინიკთან ერთად, მაგრამ соуსი არ გამოვიდა. დაშრა соуსი. აღარა. იმიტომ რომ დრო არ მეყო მოკლედ იმისთვის რომ და სუკი გამოგივიდა. ვიზუალურად კაია, მაგრამ რაღაც ხმა მესმის. მელანოს თებში და ხმა მესმის. სარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უცხო პროდუქტები მიდევს, რომ ხორცს გასინჯავენ ამ ფინიკს, ამოა, ქლიავს გაჭრიან ისე და ხორცს ჭრიან და უმია? ძროხამე ძახის თორნიკე პირდაპირი უმია. დაიღმუილა. მე ცოცხალი საქონელი დადო მე მქონი. აი რა ვიცი, უმია რა.
მელანოს ხორცი არის უმი. როგორც ჩვენი სალომე. ჩვენი ყოფილი სალომე. აუ, ჩემი კერძი. მე წამი რიტმუსის ტესტი. ნუ არა. ორე. საერთოდ არცეთი ცილა არ არის დაშლილი საერთოდ აქ. მესმის. მელანო, no. მელანო. no. სამწუხაროა. დაგემონებას თუ მე აზრი არ ქონია. და მე მგონი ხებზი რო ქონდა ის თავისი თილისმა და რო ჩამოშორდა არ გაუმართლა, იმიტომ რომ სოუსიც დაუშვა, ხორციც არ გამოცხვა. გვაინტერესებდა, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ დავალებაზე ვეცდები. თვალით უხილავმა შეცდომა შეგვიყვანა. მადლობა მელან. მადლობა. და მელანოც დამწუხრებული მიდის უკან, ნეტა ისევ კალმახი გამეკეთებინაო, მაგრამ სულ კალმახს ხო არ გააკეთებ. უკვე ვფიქრობ, რომ ჩემ აქ ლამაზ თეთრ ანგელოს აქედან ეშმაკი ამოსდის და ხვდები, რომ შავ წინსაფარს ვიცმევრად ძალიან არ მინდა. მელანო, დადგა დრო დაიტირო შავი წინსაფრით. შემდეგი არის თორნიკე კერძი მაგიდასთან. გავდივარ შეფებთან, გამოგჩემი რიზოტო. ვიზუალი არ მომწონს, რატომაც უფრო მეტი შეიძლებოდა რაღაც მოხრაკული თუ რაღაცის ჩიფსი აქვს. რა მოგვიმზადე? მე მოგიმზადეთ რიზოტო. რიზოტოს უქენი, გამომცხარი გოგრა, დაბლენდერებული, პაპრიკასთან და ორეგანოსთან ერთად და ჩიფსია კიდე სოკოს. ეხლა მაინტერესებს თუ არის თორნიკეს კერძი ალდენტე. ნუ გარდა იმისა, რომ გემოები, ავი, ჩემთვის ძალიან კარგია, გემრიელია. ერთადერთი ბრინჯის სტრუქტურაა ცოტა ალდენტე არ არის. ანუ მე ძალიან გამიხარდა სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს იმუნიტეტი ჩემია, სულ რაღაც 4 ხნი ვართ არჩეულები, აქედან მელანო უკან გააბრუნეს და ნუ რიზოტოს კერძია და რიზოტო გადახარშულია. ოდნავ ზედმეტად, მაგრამ გემოები და პრემიანობა. კი ბატონო. ხახამების აქტივაცია რაც ჭირდება რიზოტოს. კონტექსტურად ნახეთ. გემო ძალიან საინტერესოა. მრავალფეროვანი გემოა, გამოდიერი დონეზე იხსნება. მრავალფეროვანიაო შენი რიზოტო და გავფრინდი ვაფშე ფრთები ამომივიდა. თავიდან ეს მომოდის მე ძალიან კარგად სიცხარე და ეს რაღაცა ის გოგრის არომატი, ორეგანოც ძალიან კარგად ხდება. ძალიან კარგი კომბინაცია არის ზოგადად. რეცეპტი თვითონ აი რაც ახლა შენ გამოიყენე და გააკეთე. გემოს ბალანსის მხრივ არის აბსოლუტურად სარესტორნო და შესანიშნავი დონე. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ და ეს გესმით ყველას. გეთაყვაქვთ ხო შეახამემ? გემრიენი არის, ბრინჯი ცოტა გადახარშულია. შესანიშნავი შეხამება არის, ავაზნისმოთან უნდა გითხრა. რაც მინდა და ის გამოვიდა რა. ღვინოს უხდება და ღვინით კეთდება. მადლობა. მადლობა. რიზოტოს კლასიკური ახლა ღვინის კერძია, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან დიდარი გემოები, მე ძალიან მომეწონა. ძალიან.
დავბრუნდით თორნიკე შენს ადგილს. ძალიან ბედნიერი უბრუნდები ჩემს ადგილს. შვიდად წყნარად, კარგად. და ბოლოს ეკატერინე, თქვენი კერძი მაგიდასთან. გავდივარ შეფებთან, გამაქვს ჩემი კერძი. ვუყურებ დაფას, კარგად გამოიყურება, მაგრამ მგონია რომ უბრალოდ ყველი დადო, ანუ ჯერ ვერ აღვიქვა რა გააკეთა. ეკატერინე 45 წუთი გქონდათ დრო და რა მოგვიმზადეთ? მე მოგიმზადეთ, ასე ვთქვათ, ყველის დაფა, არის ჭადის ფქვილის ტარტი, ქართული ყველით, არის ნადუღი პიტნით, დამბალხაჭო, სულგუნი, მოამზადე соуსი, ცხარე თაფლი არის, რომელიც ძალიან უხდება, ვფიქრობ. და ორი, იმიტომ რომ ერთს დანამატი აქვს ნუშის ფქვილი აქვს დამატებული. ეს რა გვაქვს? ეგ არის დამბალხაჭოს ჩიფსი. ის უბრალოდ დამბალხაჭო ხო? კი ბატონო. დავან, შენთან ისე დაჭერი რომ ნამცხარევი დაჭერი და ნამცხარევით რო ჭამათოს კიდე. მე მგონი დღეს ეკატერინე კონკურენციას გამიწევს იმუნიტეტის აღებაში. соуსი უხდება. ნუ მას აკეთებთ ხოლმე ხშირად? ხშირად, ყველის მოყვარულები ვართ სახში ძალიან და ეს დაფაც საჩუქარია. ყველაფერში ყველი იყო, მე მგონი აბსოლუტურად და ყველი. მე მომწონს თლიანობაში. გემოვნებით შესრულებული ქართული გემოების ისე ვთქვათ ნაკრები არის. ძალიან წამიდგენია როგორ შეიძლება ეს რომ ღვინოზე ნებისმიერ კარგი რესტორანში მოგართვან. არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ მე მჯერა ჩემი რიზოტოსი. კარგი ამუშავარია ძალიან. მაგალითად. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვბრუნდები ჩემს ადგილას. ჩვენ სუმარი გავიგებთ თუ ვინ მიიღო იმუნიტეტი. დღეს ერთ-ერთი თქვენგანი მიიღებს იმუნიტეტს. იმ ადამიანს არ ექნება საშუალება რომ სხვა ერჩიოს იმუნიტეტში და გვერდზე დაიყენოს ვინმე და გადაარჩინოს. დადგა იმუნიტეტის გამოცხადების დრო და ამ 4-დან მხოლოდ 3 მონაწილე გავდივართ. ნინი, თორნიკე, ეკატერინე, თუ შეიძლება გამოდით წინ. ზუსტად ვიცი რომ დღეს იმუნიტეტი ჩემია, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი შეფასება მქონდა. მელანო თითქმის მე ვხვდები რომ უკვე იმუნიტეტს ვემშვიდობები და შავ წინსაფარს ვიცმევ. საერთო ჯამში ღვინის კერძები ძალიან კარგი იყო დღეს. მოგვეწონა თქვენი შესრულება, იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ თავარი ის რომ შეხამება ღვინოსთან იყო იდეალური. სამივე შემთხვევაში ძალიან კარგი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა თანაბარია, ზოგი უფრო თანაბარია ვიდრე სხვები ამ სიტუაციაში. სამივეც იმუნიტეტის მფლობელი ვერ გახდებით, ამიტომ ისე მინდა დღეს იმუნიტეტი, ისე აი როგორც არასდროს, აი ძალიან მინდა მართლა. ნინის აქვს შანსი რომ აიღოს იმუნიტეტი ძლივს და ნუ მეწოდება უკვე მართლა სულ რაღაცა ძლივს ნორმალური შეფასება რაღაცა და აიღე რა ნინი იმუნიტეტი რა გახთა რა. ეკატერინე, შენი დაფა ძალიან გემრიელი იყო, ძალიან საინტერესო სასიამოვნო წყობა იყო. მე რომ მგონია რომ სარესტორნო ხარისხის არის, მაგრამ ცოტა გამბედაობა იყო და ცოტა უსაფრთხო იყო. ყველა გემოისტი იყო, მეც კარგად ვიცით რომ უხდება და თან ბევრჯერ დაგვიგემოვნებია მაგვარი რაღაც. და დიდი მადლობა, ძალიან კაი ცდელობა იყო. უკვე ძალიან სისტემატურად წინა ხაზზე ხარ ხოლმე, რაც კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში დავუბრუნდი შენ ადგილს. მადლობა. ახლა იზღა დამრჩენია, წავიდე და შავი წინსაფარი მოვირგო. ბრძოლისთვის მზად ვარ. ეხლა უკვე აი როგორ ვიმართები, იცი წელში აი ცოტაც და უკვე წინ გადავდგა ნაბიჯი. თორნიკე, ნინი, ორივეს ჰქონდათ ერთი შეცდომა. შენი შეცდომა იყო რომ ოდნავ ალდენტეობა ეკლდა და სრულად უმზადებული იყო ბრინჯი და შენი შეცდომა იყო რომ ხორცი იყო გადახარშული და გამომშალი.
გემოების მხრივ ორივე იყავით შესანიშნავები. ქონდა კლასიკური წარმოდგენა დეკონსტრუქციის მერე და მოგვეწოდა ის ძალიან შინკეთში რომ იყოს თქო ყველა გემო გასაკევებული და სათავთ უძენ ყველაფერად ღვინოს ძალიან უხდება და შინკეთში იყო რაღაც ის სპექტრი გემოების არომატების, რაც არც თუ ისე ხშირად ხდება ხოლმე. ძალიან საინტერესო გამბედავი კომბინაცია იყო. თან რაც თავარი ის არის რომ როცა ეგეთ რაღაც აკეთებენ ხოლმე ძალიან მარტივად ცდებიან პროპორციას გემოების. და შემდეგ არ მოგივიდა ზუსტად იყო დასმული ყველა არომატი გაღვიძებული იყო, ყველა არომატი თავის ფუნქციას ასრულებდა და თეთრ ღვინოს დააყდა ესე ვთქვათ თავიდან ბოლომდე. აბა. და ძალიან მინდა რომ ნინი დაბრუნდეს თავის ადგილზე და მე მქონდეს იმუნიტეტი. დღევანდელი იმუნიტეტი კი გამოდის მარის იმ კერძის, რომელმაც ჩვენ გონებაში ნაკლები ტექნიკური შესწორება დაუშვა. ჩემია იმუნიტეტი და ეს იყო თორნიკეს კერძი. თორნიკე გადი. თორნიკე, დღევანდელი იმუნიტეტი შენი. ბატონი თორნიკე. ჩემია იმუნიტეტი. სამწუხაროდ აბარადგინა თორნიკე ალბათ ამირჩევდა მე, მაგრამ შეფებმა არავისაც არ ირჩევთო. ასე ყოფილა. ნინი შენ დაბრუნდი. რა ტყუილა გავაკეთე ფრანგული ტექნიკებიო. ჯოზი გესმის 3 ადამიანიდან მე ვიყავი ერთ-ერთი. შენ არა. ნინი, ძალიან კარგი სწორი ნაბიჯი არის, სწორი ხარ წახვედი. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს რომ ასე გააგრძელო. სამაგიერო ჩემი მამთან ესე გააგრძელო, ვიზრაც უნდა ეგრე გააგრძელება, ანუ იმუნიტეტი უნდა ყოფილიყო ჩემი, მაგრამ კარგია მაინც, რომ მოეწონა და როგორც იქნა მათთვის გაიღვიძა ნინი. და ეცადე რომ ის შეცდომები რაც დაუშვი გამოასწორო და აღარ დაუშვა. დიახ. ჯერ სათხართ შეფებო, აი ეხა ნახეთ მე რას ვაპირებ. შეგიძლია დაუბრუნდე. ამიტომ ისე გვერდით. თორნიკე, გიგოთო დამსახურებულ იმუნიტეტს. აბობა. შეიძლება თქვენ გამოგეცემა მიდიას 500-ლარიანი ვაუჩერი. მოგონჭუმები, ჩემი 500-ლარიანი ვაუჩერი. ჩემი იყო ეგ. მიდიას 500-ლარიანი ვაუჩერი, რომლის განაღებას და ტექნიკის შეძენას შეძლებ მიდიას შოურუმში. ფარსადანის 7 ნომერში. ასევე ზვიად სიკოლიას დიზაინით შესრულებული საათების კომპანია რონიუსი გაჯილდოვებს საჩუქრით. კაი რა, მართლა. სად არის სამართალი? რომელსაც რონიუსის წარმომადგენელი ეთო ჩოხელი გადმოდის. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გილოცავთ იმუნიტეტის მოპოვებას და ეს ქართული დიზაინით შექმნილი საათი გადმოგეცემოთ თქვენ საჩუქრად რონიუსთან. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მადლობა ეთო. ხომ შეირჯა 500-ლარიანი ვაუჩერი მიდიასგან და კიდევ საათი ციკოლიას აუ, კაი რა, ჩემი იყო ეგ იმუნიტეტი. იმუნიტეტი მივიღე, საჩუქრებიც მივიღე. და ახლა ველოდები რომ გამიშვან იმ დეველოპმენტის ოთახში. თორნიკე, შენ ჩვენთან დარჩი. იმუნიტეტი ხო ჩემია ნამდვილად. საჩუქრებიც ხო ჩემია. ოთახი სად არის? დანარჩენებმა კი ჩაიცვით შავი წინსაფრები და მოემზადეთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მე წავარ ახლა შავ წინსაფარს მოვირგავ და როგორც იქნა მელონი შემომიერთდა და ერთად მოვირგავ შავ წინსაფარს. დადგა გადამწყვეტი დავალების დრო. მოგებს იმის კერძ, შენი კერძი. ყველანაირად ვეცდები საერთოდ. დაშო. ხო, ვინდა. ერთი ძახიან, მეორეს აკეთებენ, მესამეს ფიქრობენ, ვერ გავიგე. დადგა გადამწყვეტი ბრძოლის დრო და მე პირველად ვიკეთებ შავ წინსაფარს. და მიკეთია შავი წინსაფარი ხალხო. ძალიან არ მიხდება შავი წინსაფარი. ეს შავი გოგოლა, ამაზე რაღაცა ხუჭუჭა თეთრი როგორ მიხდებოდა, კიდე შავი მინდა მე.
არ მინდა. არ მინდა. მეტირება. ვიდრე თქვენ გადამწყვეტ დავალებაზე გადახვალთ, ელსტუმრებით ბიუბიუს ქათმის საწარმოს, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის წარმოება საქართველოში და ამიერკავკასიაში. უკვე 10 წელია, რაც ადგილობრივი წარმოების ქათმის ხორცით ამარაგებს საქართველოს და საექსპორტო ბაზრებს. პროდუქცია წარმოდგენილია როგორც გაყინული, ასევე ნედლი ქათმის ხორცი. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩირინაში. მე ვარ მიხეილ ლომიძე, ბიუბიუს ჩირინას წარმოების ხელმძღვანელი. მობრძანეთ. კომპანიის ერთ-ერთ ობიექტზე შეიძლება წარმოების პირველი რგოლი ესე უწოდოთ, ეს არის მარცვლეული საშრობი და საწყობი კომპლექსი. პრიორიტეტი არის ადგილობრივი წარმოების მარცვლეული, ძირითადად ქართულ მიწაზე მოყვანილ სიმინდს და ხორბალს ვიბარებ. მინდა გითხრათ ისიც, რომ 2014 წლიდან კომპანია არის საერთაშორისო სურსათისმფლობელობის სტანდარტის მფლობელი, ეს ISO 22000. ეხლა ჩვენ ვართ აი ამ შენობაში, ეს არის წყლის დამუშავების სადგური. დემინერალიზაცია ამ წყლის ნორმალურ მდგომარეობამდე მიყვანა ხდება აი ამ დანადგარის მეშვეობით. ეს არის უკვე ოსმოსის დანადგარი. ამ ტიპის სადგური არის ყველა ჩვენ ობიექტზე, ყველა მეფრინველეობის ობიექტზე და არა მარტო მეფრინველეობის ობიექტზე. მოგესალმებით, ეხლა თქვენ იყვებით ხორცის დამუშავების საწარმოში, სადაც ჩირინა აწარმოებს ბიუბიუს პროდუქციას. შევიდეთ შიდა პერიმეტრზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უშუალოდ როგორ მიმდინარეობს ფრინველის ხორცის დამუშავების პროცესი. დადგა გადამწყვეტი დავალების დრო, რომლის ბოლოსაც ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს MasterChef-ის დიდ სამზარეულოს. სამუდამოდ. გადამწყვეტ დავალებაში თქვენ გელით შეჯიბრი 1-1-ზე. სადაც იქნება 4 მოგებული და 4 წაგებული. მაგიდაზე ხედავთ 4 სახეობის ცილას. თინუსი, იხვის მკერდი, ბიუბიუს ქათამი და ყურდღელი. თითო წყვილი მოამზადებს კერძს ამ 4-დან. ან შეფებს გვერდს უმშვენებს თორნიკე, გვერდით. So interesting. თორნიკეც ძალიან არ მომწონს იქ რო დგას, რაღაცას გვიპირებენ, აი საშინელებას გვიპირებენ რაღაცას და უცებ შეფები იწახიან, რომ ჩვენ კი გამოავლენთ თითო წყვილიდან, რომელიც დაიმსახურებს აუთსაიდერის პოზიციას. შესაბამისად, ამ ტურში თქვენი მთავარი დავალებაა, რომ აჯობოთ ერთ ადამიანს. ის, ვინც უშუალოდ თქვენს გვერდზე დგას. Cordon Bleu და ჯორჯია. გვერდზე ვიხედები და ვაჟა მიდგას. რა ვაჟა? ვაჟა ვინა? როგორც აღმოჩნდა ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით წყულში და გვერდზე აღმოჩნდა მელანო. ვაიმე. ვიყურები გვერდით და Cordon Bleu მიდგას გვერდით. მაგრამ Cordon Bleu-ს უდგას საქართველო. დღეს მე პროექტს არ დავტოვებ არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ შევიმსწინე საუკეთესო წარმოჩენი და საქართველო vs საფრანგეთი. თორნიკეს დღეს იმუნიტეტი აქვს. შესაბამისად ის დღეს გამოტოვებს ამ დავალებას. თუმცა მონაწილეობას მაინც მიიღებს რაღაც დონეზე. იქამდე სანამ გადავა ინდეველოპმენტის ოთახში, თორნიკე, შენთვის გვაქვს დავალება. თორნიკე, შენ როგორც იმუნიტეტის მფლობელმა უნდა გადაწყვიტო, რომელ ცილას, რომელი წყვილი მოამზადებს. მოგძანეთ. ვიღ.
მე უნდა ურჩიო ცილები წყვილებს. აი ახლა და ყველა მიყურებს აი მეკათამი მომეცი და თორნიკე ჩემთვის ძალიან საინტერესოა როგორი თამაშის წესებით ითამაშებ. როგორ იცნობ შენ კონკურენტებს და იცი ვის სად უჭირს და როგორ მიცემ და გაუნაწილებ მათ აი ამ ცილას. დაიწყე. ნინი და ჯოზი, გთხოვთ, მომბრძანით. გავდივართ მე და ნინი და თორნიკემ გვიწილა და ნინი და ჯოზი, თქვენ დღეს მოვუწოდებთ იხს. შენ დაგლოცავს мама ღმერთი. ვითომ ორჯერ არ გამოგიგიდა? იცი რატომ გვიწილა და იმიტომ რომ საიმუნიტეტო ზედა დაიწვია შეფებმა ჯოზი მიცისო იხვის შეწვაო და ეხლა მაინც კარგად მოამზადებსო. გამიგე? ჯოზის და ნინის შეხვდა იხვის მკერდი. მადლობა, დაუბრუნდით თქვენს ადგილებს. ვის შეხვდება ყურდღელი, რა საინტერესოა. მოდი აბა თუ ხალი ხარ იხვიც გააკეთებ fine dining არ გაგიჭირდება მაგრამ გემოში არაცდე მე უნდა ვაჟა გთხოვთ გამობზანდეთ წინ გავდივართ მე და მელანა და შენც არ მომიკვდე და მომცა და რა მომცა მე უნდა ვაჟა თქვენ დღეს მომზადეთ კურდღელს აი მე ეც უყვარს კვილი მეორეს თევზი. ამიტომ წაიღეთ თქვენ კურდღელი. ანუ გავარ ბაჭიას? ვინ მორბის, ვინ მოხდის, სკუპ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება. შეგიძლიათ აიღოთ. ორივე პირველად ეხებით ყურდღელს ცხოვრებაში, ხო? რა კურდღელი ხაკნო ვაბშანო შეიძლება გავიქცეთ ხელი ხელჩაკიდებულები მე და კურდღელი უყურეს და არ იცის რა უქნეს ხორცსა და მაგალითად დაუბრუნდით თქვენს ადგილებს თორნიკე ჩვენ შორის მეგობრობა დამთავრდა არა და ძალიან მიყვარდი ანანო და ბატატო გთხოვთ მობრძანდით ხა გვინდა და ხორცი? კი. აი ხორცი. ბატატო და ანანო, თქვენ დღეს მოვუწოდებთ თინუს. ყველაზე მობიარი პროდუქტი ალბათ აქ რაც არის თინუსი. ძალიან დაგვინდა. მადლობა. აი თქვენთვის თინუსი მომინდია. დაუბრუნდით თქვენ ადგილებს. ნახოთ რას გააკეთებთ. კაკი და ეკატერინე გთხოვთ, მობრძანდეთ და შესაბამისად გადავწყვიტე რომ ეკატერინეს და კაკის მიცე ბიუბიუს ქათამი. შესაბამისად თქვენ მოვუწოდებთ ქათამს. აიღეთ და დაბრუნდით თქვენს ადგილას. ქალბატონო ეკატერინე, მიუხედავად ჩვენი მეგობრობისა, დღეს მე უნდა მოვიგო დღევანდელი ბრძოლა. შესანიშნავად იმუშავეთ თორნიკე მინდა გითხრა. მადლობა დახმარებისთვის. ახლა კი შეგიძლია მიბრძანდე in development-ის ოთახში. მადლობა. წყნარად ყურო იმ სერს, რომელიც შენ დაატრიალე. მადლობა. მე კი წავალ in development-ის ოთახში და აბა თქვენ ისიც დაგიჭამიათ ერთმანეთი. ნახოთ, როგორ გაართვეთ თავს გადამწყვეტ დავალებას, რომლისთვის ჩვენ მოგცემთ ზუსტად 1 საათს. მოემზადეთ? დრო ჩაერთო. ხახვი, წითელი ხახვი მინდა, ნიორი მინდა. ვიღებ ახლა ყველანაირ პლანილებს, რაც შეიძლება მოუხდეს კურდღელს. არაქი დაგჭირდება. ვეზებ ტარხუნას, აგე. გვაქვს ტარხუნას. ანტედან ავიღებ ხაჭოს 100%-იანს, ასევე ავიღებ არაჟანს, მაღალ პროცენტიანს. მე და ჩემთვის მოეცათ ხათამი. ჩავდებდი მაყვალში. წიწკა მინდა და ვერ მინდა ზეთი, მარილი. ხაინე ყველაფერი ავიღე.
სანდომის ნიგოზი დამჭირდება ჩემი ქათმისთვის. და რა თქმა უნდა, ჩეროს გავაყოლებ რა. და დავშვიდე. იქა გაუნდა, ხო? არა, დავშვიდე. თორნიკე მე დამაჟოს მოგცო კურდღელი. ვიცოდე რა გავაკეთო. თან ჩემი კონკურენტი დღეს არის მარტო ვაჟა. და ჩვენ ორიდან ერთ-ერთი უეჭველი აუთსაიდერი არის და რა იქნება კაცმა არის. მელონის აქვს კურდღელი, კალმახიდან კურდღამდე ძალიან დიდი ნახტომია და ძალიან მაინტერესებს როგორ მოამზადებს. კურდღელი შეხვდა. ეხლა ვფიქრობ რა გავაკეთო. ყველაფერი ავიღე რაც შეიძლება კურდღელს მოუხდეს. მაგრამ ნახოთ რა გამომივა. ჩემი კონკურენტი მხოლოდ არის ეხლა მელანო. შევეცდები რომ ჩემი თავი წარმოადგინო შეფებთან. სწორედ, იმიტომ რომ სულ დესერტებს ვაკეთებ და მინდა ეხლა ერთხელაც ნორმალური კერძი გავაკეთო, ნახოთ რა გამომივა. შანსი არ არის, რომ ჯოზი მე დამაყენებს აუთსაიდერებში, იმიტომ რომ მე როგორი შემართებითაც ვარ, ესეთი შემართებით დიდი ხანი არ ყოფილა MasterChef-ის სამზარეულოში. ჩემი კონკურენტი დღეს არის ჯოზი და მე ვიწყებ ბატატის პიურის გაკეთებას ეხა. ეს ბატატის პიურე, ეს შემოდგომის პიურე, რამოსატანია, ცინცხალი გაზაფხული გვაქვს დამდგარი. ღმერთო ჩემო. შემდეგ გადავინაცვლებ ალბუბლის პიურეზე, რადგან იხს უფრო უხდება ტკბილი გემოები, ვფიქრობ ჩემი კერძი უფრო დღეს ტკბილი იქნება. მე ვამზადებ იხს თორნიკეს მადლობა, ღმერთი არ გაუწყდება. ჩემი კონკურენტი არის Cordon Bleu. არის ალბათობა, რომ ნინი დავაყენოთ აუთსაიდერში. მე დღეს თეფსით დავდებ გაზაფხულს. შევეცდები, რომ დავდო ისეთი გემოები, რომ თვით ნინისაც გაუკვირდეს და Cordon Bleu-ს კიდე. ანუ ჩემი კერძი ისეთი საოცარი გამოვა, რომ აი Cordon Bleu აღარ გაახსენდება საერთოდ რა. თორნიკე მე და ბატატას აგვერჩია თინუსი, ვაპირებ რომ გავაკეთო თინუსის სტეიკი, ასევე ვაპირებ რომ გავაკეთო გამომცხვარი ჭარხალი, გავაკეთო კარტოფილის ბურთები და გავაკეთო სოუსი. ნახოთ რას ვსავ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვამზადებ ჩემს თინუსს და ანანოს გამოცდილება აქვს, მაინც მინდა რომ ჩემმა კერძმა აჯობოს და რა თქმა უნდა გადავიდე შემდეგ ტურში. გამოწვევაა ჩემთვის, იმიტომ რომ სიახლე, ანუ ესეთ ფორმაში თინუსი მე არ მომზადებია. თავარია არ ვიჩქარო და არ ვინერვიულო. რაც ჩვევია. მე და ეკა თორნიკე მაგვირჩია ბიუ-ბიუს ხათამი და უნდა მოვამზადო აუცილებლად გემრიელად პირველ რიგში და კონკრეტულად არ ვიცი რა კერძს ვამზადებ, მაგრამ გზადაგზა მოვიფიქრებ. ვაპირებ რომ გავაკეთო ჩახოხბილი, ოღონდ ახალ სტილზე, ახალი გემოებით, რომ იყოს ისეთი, რომ ძალიან მოეწონოთ შეფებს. მოკლედ არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ ეხლა დავიწყე პირველ რიგში ცომის მოზოვა, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ შეიძლება ტაკოები გავაკეთო. დაშვები. აუ იმენა ვერ გიტან. რატომ მომეცი კურდღელი თორნიკე, რა დაგიშავე? იმენა ხელი მიკანკალებს ნახე. არა, დაგასვიტირებ. ვფიქრობ გავაკეთო კურდღლის ბარკალი, შევწვა, მერე დავამატო ღვინო, მერე დავამატო ცოტაოდენი დაფნის ფოთოლი. დღეს ვფიქრობ რომ მელამონო დავამარცხო. ამასობაში კურდღელს ესე ვამუშავებ ხვია თუ ჩეხავ თუ რა უშუშვები არ ვიცი ვაწამებ. აქედან ცეცხლებზე რაღაც კოცონი დავანთე, სიმინდებს წვავ ბულგარული. ეხა მიდიას გასხურაზე. ბულგარულს. გვერდზე ვიხედები და ხედავ რას, ანუ 18+ რა, ანუ კურდღელს რაღაცას უშვებიან. რას უშვებიან? აი თქვენ რომ უნდა ნახოთ. ანუ გოგომ ვერ გაიგო კურდღელი ფეხები სად არის, ტანი სად არის, თავი სად არის და ჭრის და რას ჭრის. ანუ it's okay. ვინმე მასწავლეთ როგორ ამუშავე კურდღელი. აქეთ უყვებ და ვაჟა აი კურდღლებს აი აბზრიალებს რაღაცნაირად უკვე იმენა გიჟი. როგორ დაამუშავე? მარტო ის მინდა ბარკალი. აი ბოისანი კი მოქმედ. ისინი არ დამჭირდება. ისინი თვითონ ხომჭამს. იხლი შენი სუსტი მხარე ხო არა? წინაზე შეიძლება სწორად ვერ გავთვალე დრო. იმიტომ რომ აი ზუსტად 2 წუთი ეკლდა იმიხს. მეტე არ. აბა რა. ჩვენ მოვამზადებთ დღეს ჭინჭლის ბაჟეს. იქნება დამაგნედებული ჩერი პომიდრები, დატენილი ხაჭოს და არეშის კრემთან ერთად. რა თქმა უნდა დამარინდება თუ აცობ მოასხი და დაუმარინდება რა შეიძლება წოდისთვის. ანუ ტექნიკებს ისე რაღაცა არა, უნდა ამოვსვარო და შევუშვა ეგრევე ღუმელში, სლიპი და შეუშვა. პილპილი მინდა.
ერთს იძახიან, მეორეს აკეთებენ, მესამეს ფიქრობენ, ვერ გავიგე. შეფ კონსტანტინე მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ მოგებს იმის კერძი, შენი კერძი. ყველანაირად ვეცდები საერთოდ. ყველაფერს გავაკეთებ. ხოდა ის ცოტა ამბიციური ბიჭია, ხო იცი? მეც. ამბიცია არ მაკლია. ჯერ კარგად არ ვიცნობ, მე უფრო ამბიციური ვარ, მე უფრო მებრძოლი ხასიათის ვარ, ვიდრე ჯოზი. ეხლა დავიწყე უკვე იხვის დამუშავება და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად წავსდგები შეფერმის წინ ჩემი აზრით. ეს არის თერმომეტრი, რითაც დავარეგულირებ ჩემს იხს, რომ უმი არ იყოს. მეც მიდევს თერმომეტრი, ხო არ გათხოვო? მუშაობს შენი? თუ არ მუშაობს, მითხარი ელექტროა ჩემი. ეხლა უნდა გამოვაცხო მიდიას ღუმელში ჭარხალი, მელოჩეჟინის ფოლგაში ვახვევ. ვიცი რომ გამიმართლეთ, არ გაიხევა. ჩემს ჭარხალს ვდებ მიდიას ღუმელში. ჭარხალო იცოდა იმედები გამიმართლე. ეხლა მოვთუში ეს ხახვი და ვიწყებ უკვე ჩემი ქათმუნიას შეწვას ვიყენებ ფინალის ზეთს. ელექტროლუსის ჩაიდანში ვადუღებ წყალს, რომ პომიდორს კანი გავაცალო. აკი, ძალიან დიდი ბოდიში ვარ, დღეს მე უნდა მოვიკო. აფაზე მაქვს ჩემი კურდღელი უკვე იბრაცება ეს მობრაწულია ისეთი ლამაზი. ჩემი კურდღელი უკვე ბანაობს. ღვინის და კარაქის სოუსში. ეს არის ტაკოს ცომი. ამ ცომს ვივავ, არ გამოდის, არ მომწონს, რაღაც სხვა არის, ცომის გარდა ყველაფერი არის და გადავდე ეს ცომი. ცომი არ გამოდის, შეიძლება ტაკო აღარ გავაკეთო. და არ ვიცი. გავაგრძელე ხორცის კეთება, მაგრამ რას ვაკეთებ, არაფერი არ ვიცი საერთოდ. პირველ მაგიდაზე არის კატასტროფული ბრძოლა, სრული ქაოსი არის საქართველოს და საფრანგეთს შორის გაჩაღებული ძალიან დიდი ბრძოლა და საინტერესოა, რომელიც ჩვენგანი უფრო კარგად წარმოადგენს კერძს. იხს შევწავ უფრო ბოლოსკენ, იმიტომ რომ მინდა რომ ზუსტად იდეალური ტემპერატურა მოვიღო და რა თქმა უნდა რომ არ უტყვე გრადუსებს იხვის. ჯოზი ხარ გინდა გასწავლო იხვის შეწვა როგორ უნდა? იხვის შეწვა? ნამდვილად საფრანგეთიდან თუ დაგავიწყდა და შენი მოიგონე რა? არა, ნამდვილად საფრანგეთიდან. ნინი აქედან არ მასვენებს, აი გავიგეთ. ცოტა ვსერავ, რომ ეს ცხიმი იდეალურად განაწილდეს. მოგლეთ იხს როგორც წინა დავალებაში დავამუშავე იხვი ანალოგიურად დავსერე ცოტა მარილი მოვაყარ და ვაყოვნებ ახლა. ვესაკეთებ. ნახე როგორ ის აი ხაჭოს და არაჟნის კრემს. შენ ვაკეთებ ხაჭოს და არაჟნის კრემს, რომელსაც ექნება ძალიან ხავერდოვანი გემო შაშკლავთან ერთად და ნიორთან ერთად და ანუ აქედან რამეს მისუცებ? შანსი არ არის რომ მიდავდე აუთსაიდერებში, იმიტომ რომ საუკეთესოდ წარმოჩინდები ჯოზის მაწონი თუ რაც არის, ვერაფერს ვერ უშველის. ხაჭოს და მაწოს თუ ვერ ვასხავეთ, საერთოდ რა გვინდოდა კოქტობლიუში. აი რა გვინდოდა? გეხვეწებით რა. არაჟანს და ხაჭას კრემს დაუძახე მაწონი? შემართა მაწონო, შენი კუჭიდან არ შევაყენო მაწონი. ვაიმე რა ბულინგია ჯოზე, ხო კარგად ხარ, ესე გეშინია? კორდობლოში გასწავლეს, რომ ხაჭოს და არაჟნის შენებით ხდება მაწონი? ნუ მაწონს გავს ყოველ შემთხვევაში, ეხლა რა ვიცი. აქეთ არის სოკო მექნება მოთუშული, აქეთ მაქვს ღვინოში ქათამი რაღა, ქათამი მინდა რომ იყოს, მაგრამ არის კურდღელი. ვამატებ ღვინოს. ამასობაში ვხვდები რომ ისე უნდა დავუბრუნდე ტაკოს, მაგრამ ბურიტოს ფორმით უნდა გავაკეთო და აღარ იყოს ტაკო, იყოს ბურიტო. ცომი ახლა უნდა გამოვაცხო, მეორეც უნდა მოვამზადო. ცომს ეს ზეთში ვაგუნდავებ, რომ მალე მოვიდეს. ჩემპურს გამოვაცხობ ახლა მიდიას ღუმელში. ამ ცომს მივუბრუნდი, რაღაცნაირად გამოდის.
ჯოზი ცდილობს რომ რაღაცები გამოიგონოს, ეს რაღაც მაწონს ელოლიავება, იქ პომიდორი მიდიას ხუმულში გამოაცხობს, რაღაც ამ თავის მაწონს ზემოდან ატყლეპებს და ანუ რაღაცა ანუ დავწვეული ვარ რომ ანუ გემოვნურად შეიძლება კაი იყოს, მაგრამ ვიზუალი არის კოშმარი. მე არ მინდა აუთსაიდერებში დგომა, უკვე ერთხელ ვიდექი და ვიცი როგორი ცუდი გრძნობაც არის იქ დგომა და შესაბამისად დღეს ყველანაირად ვეცდები რომ ჩემო კერძმა არ დაიმსახუროს აუთსაიდერებში დგომა. დავაბლენდერე ჩემი ჭინჭრის ბაჟე. ცალკეულად ესე ძალიან კარგია, ძალიან კარგად მოაქვს ეს ჭინჭრის არომატი. არის ჭინჭრის ბაჟე, ანუ რაღაცა საინტერესო მოიტანე. ანუ გავიგეთ რომ ეს ჭინჭარი ძალიან გიყვარს და ანუ ყველანაირად გინდა რომ ატრიალო, მაგრამ ანუ რაღაცა სხვა გააკეთე ამ ხელა ადამიანი დგევარ შენ წინ ხო? ანუ ალბათ არ ხსმენია ხო ბაჟეს შესახებ. ეს ქართული ტრადიციული საუსია. S'il vous plaît, attendez-toi. საფრანგეთში არიციან არა ნამდვილად. რაის ჭინჭრის ბაჟე, ჭინჭარის განცრევაში. მინდორში ვიყავი და დავკრიფე. აუ, ეგეთი ჩქარი ხარ? კაი, ნინი ახლა ველოდები. ბიზა ჩემი მიზრდის ჭინჭარს ეს ქორფა იყო უბრალოდ და არის უსხება. ეხლა გაიზრდება ეს ჭინჭრება, ამხელები ხდება. რო შემოგცხობ ზურგზე და დაგესუსხება, მე ნახე ჭინჭარი. ნუ იცი როგორი რაღაც არის კორდონ ბლუში, ალბათ ჭინჭარი არიციან რა არის. ადი. შენ ჭინჭრის ბაჟე გაქვს? მე აუბლის соуსი პიტნისეთი, რა ვიცი, გავაგრძელო. ჩემი დავალებიდან ხო არ არის ინსპირაცია ალუბლის ტყემალი რა გავაკეთე. არა. ვიღაცა თუ იღებს აქ რაიმე რეცეპტს, ეს შენ ხარ და ისე ჩემგან, ანუ აღსანიშნავიც არ იყო შენი კერძი და დამავიწყდა. მგონია რომ ყველაფერი მზად მაქვს და ხდი ამ თავსახურს და რას ხედავ ჩემი თვალები რომ რაღაც შეგნით დამიშრა და დაიწყო მიწვა. იმედია შეფები არ გამიკრიტიკებენ ამაზე, მაგრამ ეხლა დავიწყებ ახლის მომზადებას. კურდღლის ხორცს ვიღებ, გადავდგეთ ცალკე, იმიტომ რომ ნორმალურად არის და რაღაცა ეშველება, მაგრამ აი ბულიონს და ამ ყველაფერს არაფერი არ ეშველება და ვიღებ და ვყრი ყველაფერს ნაგავში. ცოტა იწვა, მაგრამ არა ისა შიგნით დამთავრე კაი იყოს. მოვაშორებ ამერებს. соус ვაკეთებ მაწვნის. ვაჟა უნდა დავაყენო უეჭველი აუთსაიდერებში. პირველ რიგში მე ვიწყებ კარტოფილის გაკეთებას, მინდა რომ ეს ჩემი კარტოფილი გავაკეთო წლის ფორმებზე. ვფიქრობ, რომ ცოტა სქელია და ეს ჩემი კარტოფილი არ დამრგვალდება. კიდევ ერთხელ ვცდილობ, ჩემი კარტოფილი მრგვალდება, მაგრამ იფუშება. ვფიქრობ, რომ ტემპერატურა არ მაქვს სწორად დარეგულირებული და კიდევ ერთხელ ვცდი და ჩემი კარტოფილი კარგი გამოდის ძალიან. მოკლედ ვაკეთებ კომბოსტას ლაქტონეზას. ჯოზი ვიცი რომ არ გაგიგია ამის შესახებ და მაგიტომაც გიკვირს. ლაქტონეზა კი გამიგია მეც, მაგრამ კომბოსტო თუ მარტო იმიტომ რომ ფერი გამოვიდა ლამაზე. კომბოსტას ლაქტონეზა ეს არის ანუ მარტივად ვახსოვთ რომ ძისგან ამოყვანილი მაიონეზი რა. ეს რო არ გაეკეთებინა ხო ის ბევრი მოგივიდა ძის ჩასხმა. შენ რა იყო რა? შენი ცხოვრები ჯობია რომ შენთვის შეინახო. ვაკეთებ ლაქტონეზას და პირველივე ჯერზე გამომდის. ეს სახელოვნური ფერია რაღაც. შენ მაწონს მიხედე რა. აუცილებლად მიხედა. ჯოზი ნერვი უაფ. რა თქმა უნდა. თვით ლეკორდონ ბლუ რომ მიდგას გვერდით, არ არის ანერვიულო ამბავი? ჰა? და აქ რო ქართული სამზარეულოს მამა ღმერთი დგას, მაგაზე რა სიტყვა? საქართველო VS საფრანგეთი. დარჩა 10 წუთი. ახლა ვიწყებ ხორცის დაშლას. 10 წუთი დამჩა. ეს უნდა დავძენძო და ჩავდო ყველაფერი ტაკოში. ორი წყობა მედიას ზონაში უგემრიელესი პური იქნება, იმედია რომ მოვასწრები და იმედია რომ ყველაფერი გემრიელი იქნება და იმედია აუთსაიდერებში დღეს იქნება მელანო. მოკლედ დავიწყე უკვე იხვის კანის შეწვა პერგამენტის ქაღალდზე ნინი. კარგად დაიმახსოვრე
უკვე დაიწყე ჯოზი ყავს პერგამენტზე და ძალიან მიყვარს, ანუ გასაგებია რომ გინდა რომ სწორად შეწვა ეს კანი, მაგრამ მოდი ანუ აფაზე გააკეთე ხო ეს ცხიმი გამოიყენე და ცოტა სწორად გააკეთე ტექნოლოგიურად. ანუ არ გამოგიშრეს კიდე რა, აი ძალიან მაინტერესებს რა შედეგს მიიღებს. ღმერთი ჩვენსკენ, საქართველოსკენ. ეხლა მოვიწყებ საოცრებათა შორის საოცრებას. ვიწყებ იხვის შეწვას, მინდა რომ ეს ცხიმი კანის ნაჭერი დავარენდე, რომ ამისათვის ვიყენებ ზღვის მარილს, რადგან გემოები უფრო განვითარდეს შიგნით. ეხლა განახებთ როგორ იწვება კარგი იხვი. მე მინდა რომ ეს ცხიმი გამოვიდეს და ამ ცხიმით გავაკეთე ხდები ბლანში. როგორც იცით, იხს ჭირდება სიზუსტე და თერმომეტრი მაქვს ამისათვის წამოღებულია. ზუსტად 54 გრადუსზე იყოს ჩემი ხორცი, რომ იდეალური იყოს და უმი და მსგავსი შემწვარი ზედმეტად, ანუ ეგეთი არაფრის მოსმენა არ და იმიტომ რომ მე უნდა დავიმტკიცო ჯოზის, რომ იხვის მომზადება სწორად შესაძლებელია. მინი თერმომეტრი იხვისის წამოიღე თუ შენთვის? სიმართლე თქვი. დარჩენილი მაქვს 5 წუთი, სერვირება არ მაქვს, соуს სინჯავ, ისეთი მწარე არის, რომ ის რო დავდო, მე სახში მივდივარ. და უკვე ძალიან ნერვიულობ, 5 წუთი მაქვს соуსი ახლიდან უნდა გავაკეთო, სერვირება არ მაქვს, არაფერი არ მაქვს, რა უნდა ვქნა, არ ვიცი, ძალიან გასაჭირში ვარ და ერთ-ერთი იმის იმედი მაქვს, რომ ძალიან გემრიელი კერძი გამომივა და რაღაცა იქნება და დღეს ჩემი ანგელოზი არ წავა აქედან და ეს არ გაიმარჯვებს. ამას ქვია ნაწილ მამრავლებად დაშლა. სუსტად შე. მე დავიწყე. მე დავიწყე სერვირება. შენ, ვაიმე, ამაში გაჯობე, მე დავიწყე პირველმა. ხედავ ჯოზი ასერვირებს თავის თეფშს და კატასტროფაა სრული. გამოგწონს სერვირება. ნაკლებად. ნუ სერვირება რაც დავიწყე, თითქოს არ მომწონს, ამიტომ ვიწყებ სერვირების შეცვლას. რა საფუძვე? უფრო მინიმალიზმს ავირჩევ ამ შემთხვევაში. თვითონაც კი ხდება ამას, იღებს ახალთებს, თავიდან აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ისე მგონია რომ არ გამოვიდა ის შედეგი და რამაც შეიძლება რომ ჩემი კერძი გადაფაროს. ბოლო წამებზე ვაკეთებ სერვირებას. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და ხელები მაღლა. მე რა მოვიყარ მეშინიანი, მე მიყვარს ჯოზი. მე მიყვარს ჯოზი. ერთი რაღაცაც რაც უკეთესი უნდა იყოს, არის რომ გამბედაობა შეზავებასთან ხორცის. ზოგადად კაი ნამუშევარია. ვიზუალი აქვს ძალიან მაგდის აღორძრემი, მაგრამ როგორც კი გემოში ჩადიხარ, აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკეა. ეხლა გავბრუნდები უკან დაგუგლავ, ვინმეს თოდესმე გავუკეთებია როლი ან რეპი, ან შაურმა მით უმეტეს. მგონი პირველი არის ისტორიაში. მე შემიძლია უკვე წინასწარ ვთქვა, რომ ამას თუ მარილი ადეკვატურად დაგაკეთებული, გემოზე უფრო მდიდარი იქნება რა. მარტო ვიზუალურად შეხედოთ მაგითაც უკვე. სადაც შენი არის უფრო საინტერესო, შენი არის უფრო კომფორტული, აი ესე ვთქვათ რა. კერძების მოსამზადებლად განკუთვნილი 1 საათი ამოიწურა. ახლა დროა დავაგემოვნოთ თქვენს მიერ მომზადებული კერძები და გავიგოთ თუ ვინ დატოვებს დღეს MasterChef-ის სამზარეულოს სამუდამოდ. პირველი წვრილი არის ანანო და ბატატო. თავს თქვენი თინუსის კერძი მაგიდოსთან. გავდივართ მე და ბატატო შეფებთან. ბატატო, ანანო და თინუსი. რომელიც მე მინდოდა რომ შემხედროდე ის თინუსი, იმ თინუსით გადიან ისინი. რა ცილა შეგხვდათ და როგორ მოგვიმზადეთ? ჩვენ შევხვდათ თინუსი. მე მოგიმზადეთ თინუსის სტეიკი, სოსად აქვს მოცვი, ლიმონი, ასევე აქვს ცოტა ბროწეული. თინუსი კარგი ნამუშევარია. მადლობთ. ხუმელში გამოვაცხე, მაგრამ ცოტა მაგარია. მაგრამ არ გამოცხვა. არის და 1 საათი მე და ზუსტად ხუმელში.
ბოლომდე არ გამოცხო, მაგრამ ძალიან საინტერესო კონსტიტუცია მიიღო, რომელიც გარდამავალია ცოცხალსა და მოწალულს შორის. თინუსი მომწონს, კარგად გვაქვს დამუშავებული, соусით ძალიან ავსებს მის კერძს. ბატუტო. ახლა ნახოთ ბატატოს თებშზე რა ხდება. ხედავ ბატატოს სლაისებს, ალბათ ეცადა რომ საშიმე გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, იმიტომ რომ საშიმე ეგრე არ კეთდება. რა თქმა უნდა, იგივე თინუსი, ბრიუსელის კომბოსტო, соуსი რა არის? მანგოსი და პიტნის соуსია. რომლის სალსასაც აკეთებდი და შემდგომ უკვე соуსად გარდაქმენი და რატო? მინდოდა რომ უფრო თხელი ყოფილიყო შენ. რომ უფრო გემრიელად ყოფილიყო თინუსზე. შეფ კონსტანტინე სინჯავს ჩემს კერძს და მეუბნება რომ თქვენი კერძის შემთხვევაში თინუსი ჩემთვის არის დაკარგული მისი ზომიდან და მისი გარნირიდან გამომდინარე. ბრიუსელის კომბოსტო იმდენად მძაფრია და მით უმეტეს, როცა ერთი მხარე დამწვარია, კიდევ უფრო გიმძაფრებს და ცოტა ვაილს ქმნის გემოს, ხო? მანგოს соусით ძალიან ისეთი არომატულია. პლუს ამას სეზამის კიდევ არომატი ემატება და თინუსის თხელ ფენას უკვე პირი ვეღარ გრძნობს, იმიტომ რომ საკმაოდ სქელი და კარგად დასამუშავებელი ფაქტურა აქვს აი ამ ბრიუსელის კომბოსტოს, ხო? და ამის ხარჯზე თინუსი უკვე გადადის მეორე, მესამე ხარისხოვან პროდუქტად. მადლობა. მადლობა. ჩემი მთავარი ინგრედიენტი რაც მქონდა, თინუსი კერძში დამეკარგა. ერთი საათი მე და ზუსტად ღუმელში 180 გრადუსზე. კატიჩულში? არა, შევ. შევამოწმე კიდეს. ჭხირით ვამოწმებდი ყოველ 15 წუთში და მეთქი რით ვერ მოიხარშა. ნუ გამოცხო. რატო ორთუზე მოგიყვანა ეს? ბევრი კომპონენტები მქონდა ძალიან და მინდოდა რომ რაღაც ცოტა მყარი მასა ყოფილიყო. რატო მოხარშა ეს თინუსი, როცა შეგძლო შეგეწო უფრო საინტერესო გემოებზე წაგიყვანა და არ მომწონს უკვე ეს და ხვდები რომ ანანოს კერძს რატომღაც დღეს კარგი შეფასება არ ექნება. არ მოგწონთ შევ. ანუ იცი უფრო ზარეულის თავარი ფუნქცია არის ის რომ არსებულ ნედლეულს, ნუ არ პატივისცეს და მეორე რომ მაქსიმუმი ამოიღოს ისთვის, რაც კარგი აქვს თავის თავად. თინუსი არის ნაზი, ბილი, სასიამოვნო, ხტები? როგორც კი შენ ამ ნაზ ბილ თინუს იქცევა იმ ყრივ მასად. თათვალე რომ რატო თინუსი ამოგვეყენებინა ტილაპია. მესმის კი. ხტები? ანუ არ და ტაფა გავაცხერე, გაზი გამოვრთე და დავდე. მაგაზე არ არის. ახლა მეც და შენც ხო ხედავთ რომ ახლა შეგნით მომზდებული ის დონეზე რომ არაფერი სიცინცხალის აღარ დარჩა რა. უნდა გაგეხურებია ტაფა ძალიან, წკაპ და ეგრე, ხო. და არა დაგეთო და დაგეტოვებინა ორთქში. მესმის. კომბინაცია თუ კარგია, მაგრამ მე თავარი ინგრედიენტს რა უქენი გამომწონს რა. ესაგებია შე. შეფ ლუკაც სინჯავს ჩემს კერძს და ეთანხმება შეფ კონსტანტინეს. ნუ კონსტანტინეს დავეთანხმები რომ ცოტა ჩაგრავს სხვა ინგრედიენტები თინუს, მაგრამ ტექსტურა ეს კაფედ მირჩევენ იმ ტექსტურას. ნაზრია, დნება, მიღეჭვა მინიმალურად მიწევს. ტექსტურით ჩემი თინუსი ჯობია ანანოს თინუსი. მაგრამ თუ იყენებ დომინანტ არომატებს ნაზგემოსთან. ნუ მაიძულებ რომ ერთად ჭამო ყველაფერი. ანუ თებშზე დავაგების დროს თანაცალკავე რომ კაფეოდ კონდეს გემოთან ეს შირბახტის მარცვლების გარსიც რომელიც გაუკეთე შენ ხო? გადამეტებული არის. ბევრი მომენტი. ანუ თუ დააკვირდები შენი ინსპირაცია ვიცი ტატაკი იყო ალბათ ხო? ის ყოველთვის სქელი ნაჭერი არის. და ახლა როგორ რაღაც შეები ხომ ამოვალებენ ხომ მე მაგ სქელი ნაჭერს ხო? მე რეჭრიან ხალნაჭერებად და რეალ პატარა კანტი გაქვს ეს თქო გარსი გაქვს შირბახტის მარცვლების, იგივე სეზამის და გაქვს დიდი ნაჭერი ეს თქო რეარ თინუსის რა. ხამახთა ის მე მაგ დიდი ნაჭერი რეარ თინუსის, რომელიც გახვეულია ძალიან ბევრ შირბახტში და რეალურად შირბახტის დომინანტი გემო არის, ისაც იგრძნობა აქ. დღევანდელ ჩვენს ამოცანაში შეფების აზრი ორად გაიყო. შეფ კონსტანტინეს ჩემი კერძი ძალიან მოეწონა, ხოლო შეფ ლუკას ნაკლებად მოეწონა, იცი არა როგორც შეფ კონსტანტინეს და ბატატოს კერძი უფრო შეაქო. შეგე დაუბრუნეთ თქვენ ადგილებს. მადლობა.
მე და ანანა ალუბლებით, ხელჩაკიდებული უკან უბრუნდებით ჩვენს ადგილებს. ნეტა რა გიხარიათ, ანუ რომელიღაც უეჭველი აუთსაიდერები იქნებით. შემდეგი წყვილი არის ნინი და ჯოზი, თქვენი იხვის კერძები მაგიდასთან. მოვიდა ჩემი და ჯოზის დრო. შეფებთან გადიან პირველ რიგში ჯოზი და Le Cordon Bleu და იხვები უდებს, აი როგორი კერძები აქვს იცი, აი იმის იმაში ამოუწოპედა იგი, მაგრამ შეუჭუჭუკ. თქვენ შეგხვდათ იხვი, ჯოზი, რა ხდება შენ იხვთან? ჩემ იხვთან ხდება მომამზადე ჭინჭრის ბაჟე. რა გაუწყალე ამ ჭინჭარს? სეზონია შევ გაზაფხული მოვიდა. შევს უკაც კი იმას ამბობს, რომ გაუწყალა ამ ჭინჭარს უკვე აღარავის აღარ უნდა ამ ჭინჭრის დანახვა. ჭინჭრის ბაჟე, გამომცხარი ჩერ პომიდორში ჩავალაგე ხაჭოს და არეჟნის კრემი, რომელიც არის შაშკლავით შეკმაზული და ცოტა ნივრით და ასევე მომამზადე კარტოფილი, ცოტა მომჟაო, მოცხარო გემოებთან ერთად, ასევე დანამატი აქვს პრასი. შეფ ლუკა იწყებს უკვე გასინჯვას ჩემი კერძისას. ძალიან მაინტერესებს იხსე რა სიტყვის. იხვი წინადავალებაში უარესი იყო, ახლა უკეთესია, მაგრამ ну დასვენება რომ აკლია, ეგ ფაქტია რა. ამდენი წვენი მაინც არ უნდა გაეშვა. მედიუმია თუ ცოტა მედიუმური არის სკენარი. ანუ რეალურად ახლა ეს უკვე ადეკვატური მომზადებული არის. აქაც ცხიმი უკეთესად არანდირებული კანში, ვიდრე წინა ცელობაზე ქონდა. დღეს გამოასწორა ტექნიკა და კანი მაინც დაბრაწყა. მე რომ მიყურებდა ალბათ მიხვდა მაგით. მომწონს მე პირადი არჩევანი რომ წახვედი ეს თქვა მარტივ არომატებზე და გემოებზე, ჭინჭარმა ძალიან კარგად გაამართლა, მაგრამ ჟამურად არ ტოვებს აი ამადის აღმოსავლ ვიზუალს რა. ეს ვიზუალი დღეს კატასტროფა. ვიზუალი? ხო ვიზუალი არ ვიზუალს არ გავგიშდი რა. უკვე ერთი სული მოხსოდის დავიწყებ ჩემი კერძის წარმოდგენას მათთვის და ვიწყებ ეგრევე. შეფ, ჩემთან ხდება მოკეთ პიტნის და ტარხუნის ზეთი გავაკეთე, ასევე გავაკეთე ალბომის. ერთი რაღაც უნდა განახო ნახე. დააცადე, ჯერ ილაპარაკოს. და მერე შენ, ნუ გეშინია, შენსაც გასინჯავენ, არიდარდო. შეხედე ფერის განვითარებას ტემპერატურაზე. ნახე, ამისიც ვარდისფერია შეგვიძლია, მაგრამ გარშემო ფერია განვითარებული, მას გემო განავითარა რა. დები? შენთან ეს გემო ვერ განვითარდა ისე ძალიან, იმიტომ რომ აი ფერგასული არის. მე პირდაპირ ღუმელში შევდი, კანის მხრიდან ტაფაზე დავბრაძე და მე პირდაპირ ღუმელი დავიწყე. აქ ნახე როგორ ვარდისფერია შეგინდრბილი, მაგრამ გარსი სულ მომზადებული აქვს რა. ესე იგი ორივე აიღო ამ შემთხვევაში რატო არის უფრო სწორად მომზადებული ნინოს იხვი ვიდრე შენი რომ აი მაქსიმუმ გემოსი ამოიღო გარსიდანაც შეეძლო. დღეს უკვე 3-0 არის ჩემს სასარგებლოდ. მე შემიძლია უკვე წინასწარ ვთქვა რომ ამას თუ მარილი ადეკვატურად აკაკეთებული გემოზე უფრო მდიდარი იქნება რა. მარტო ვიზუალურად შეხედოთ მაგითაც უკვე. ზღვის მარილი გამოვიყენე იხუშთვის, რადგან უფრო მგონია რომ უკეთესად იქნება და გემოები ყველაფერი დაბალანსებული. ვეფხისტყაოს ასყვება. ის ამაში, ის იმაში, ის ესე. ვახ. ასევე იხვის ცხიმში ვოკზე მოვიყვანე შიტაკე და ქამსოკო. ასევე გავაკეთე ტკბილი კარტოფილის პიურე. გეგონება გაკვეთილი უნდა მოყვესო, ისე არის. ხაპასხუპით აქვს მზად რეცეპტი. ალდუბლის соуსი დაღრღილ წიწაკასთან ერთად ტკბილ ცხარე გემოებზე დავსვი და გავაკეთე იასამნისფერი კომბოსტოს ლაქტონეზა. ერთი სული მაქვს, როდესაც გავიგებ შეფასებას, ძალიან ამაყაცოდ გევარ შეფების წინ. შენი იხვის გემო განვითარებული უფრო აქვს, მაგრამ კანი გაქვს. ხო. ჩაგიუბა რა. ის ისე ამასობაში, რა ქვია, მთავარი ინგრედიენტის კანი არის ბალიშებით რბილი. სობელი. გემებსაც შეეხება ორივე გემო თანაბრად შემოეწონოს ვიღაცას, ხვდები? ნაკლებად კომფორტული, მაგრამ მდიდარი გემოებია. შენთან მდიდარი, მაგრამ უფრო ესე ვთქვათ, კომფორტული და უფრო ისეთი, რა ქვია, ანუ შევთქვათ, სადაც შენი არის უფრო საინტერესო, შენი არის უფრო კომფორტული, აი ესე ვთქვათ რა. შეფები ამბობენ, რომ ჯოზის კერძი არის კომფორტული, მაგრამ ჩემი კერძი არის გასაოცრად საინტერესო, უფრო საინტერესო გემოები მაქვს და 4-0. ორივეს პლუსები აქვს, ორივეს მინუსები აქვს. იხვიც 1 პლუსი აქვს შენ, 1 პლუსი აქვს შენ. ჯოზი და ნინი აი ძალიან 50-50 არიან, რომელი დადგება არ ვიცი. ერთად მივდივართ. ამიტომ ვდგებით. ან არ ვდგებით. არ ვიცი. ჯოზი, იხვი, ხო, მე არ ვიცი, სკანისაც წავიდა ჩემ შემთხვევაში.
მაგრამ ისეთია რა, ჭმადია. რაც შეეხება соуს, ვერ გავიგე. ხო? პრასის შემოყვანა ძალიან კარგად ის ტონში და კარტოფილიც, ალბათ უფრო ხრაში უნდა რო ყოფილიყო ჯავშანში, ბევრად მომეწონებოდა. ჯოზის სახეა ეხა. სახერ საერთოდ არა მე ხა. პირდაპირ თუ გაინტერესებთ. განადგურებულია, ესეც შეფასებას არ ელოდებოდა. აბა რა გეგონა, რომ ანუ მე მაჯობებდი. შენ შემთხვევაში იხვი ბევრად უკეთესია. соуსაც ჩავთვლი, უბრალოდ ვერ ხედავ ბატატს ამ კერძში. ზუსტად ვიცოდი, რომ ბატატი იმას ვერ გააკეთე და რის მოლოდინიც მათ ჰქონდათ, ასე რომ მე მაინც ყვაყოფილი ვარ ჩემი ბატატის გამოყენებით ამ კერძში. როცა ბატატი მხვდება, ამ სუბუქებს გემოს და დაბლა მიგდებს. როცა იხვის მკერდი უფრო ისეთია, ხო, მძაფრი უჟეტიანია, მე ალუბალით შემოგავს, იქ მე ბაზილიკით მძაფრია და უცებ რაღაცნაირად გიგდებს. თუ ესეთი ჩამოვარდნა გინდა, მაშინ თეთრი ფერის პროდუქტი უნდა მომცე, რომელიც უფრო რადიკალს მომცემს. ხო, ეს რაღაც შუაში რჩება და არც იქით მიდის და არც. მადლობა. მადლობა შეფ. მადლობა ნინი, ჯოზი, დაუბრუნდით თქვენს ადგილს. უბრუნდები მე ბედნიერი ჯოზი ხელს მკიდებს, მაინც იმედიანად მოდის, მაგრამ მაინც მე უფრო ბედნიერად ხდებ თავს ვიდრე ჯოზი. მელანო ბაჟა, თქვენი ყურძნის კერძები მაგიდასთან. გავდივართ მე და მელანო, გაგვაქვს ჩვენი კერძები, ჩემი კერძი და მაგის შაურმა. ვაჟას კერძს უყურებ და რაღაც სუფრა გამოაქვს. თქვენ შევდეთ ყურძღელი. დიახ. შენ წახვედი რაღაც ფრანგულ ქართული გზით. აქ რა ხდება შენ, თომიხევი? სოკო მაქვს გამოყენებული, ქამასოკო, ტარხუნა, ასე მაქვს გამოყენებული ბულგარული, ხახვი, ციცაკა. ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება ვაჟას კერძი, რაღაც მეც მინდა რომ გავსინჯო, რაღაც იმდენად ისე არის გემრიელად. თურმე ეს ვაჟას ლამაზი კერძი, რომელიც მეც მინდა რომ გავსინჯო, ლუკა სინჯავს და ისეთი სახე აქვს, რომ აღარ მინდა მე გასინჯო, აი. გასინჯო? აი, რა ყავზე და გასინჯო. არ მოხდა. ხახვია. მარტო? ბულგარულიც და ხახვიც და თავარი რა აკლია? მუხრაკო. კიდე? მზადება. კიდე რა აკლია? ბევრი რა. მარელი. ბევრი რა. მოუდგარი კარგად ამოზდებული, მაგრამ ხარშემ ამდენი რაღაც ვაკეთებ. იპური ძალიან კარგი არის. ეს საჭო არც არ ეპარებოდა არავის რომ გამოგივიდო და გემრიელია. ახლა გავბრუნდები უკან დაგუგლავ ვინმეს თოდესმე გავუკეთებია როლი ან რეპი ყურძნისგან. მე ან შაურმა მით უმეტეს. მგონი პირველი არის ისტორიაში. მელანო სტუდიაში 10 XL შაურმა. შაურმა რა მოაფიქრეთ? ყველაფერი მიჭამია ხალხო, მაგრამ ყურძნის შაურმა ჩვეულებრივი XL შაურმა. სიმინდი აქვს გამომცხვარი, კი არა, ცეცხლზე შევწვი ბულგარული და გაწურული მაწვნის соуს. ეხლა სინჯავენ ჩემს ბურიტოს და იმედი მაქვს, რომ აი გემრიელად შეჭამენ და ისე მოეწონებათ, რომ აი ბოლომდე დაამთავრებენ. რატო? მე გეტყვი, კაი, პოზიტიურად წელს გეტყვი. პური შესანიშნავი გამოგივიდა. ბულგარულის დაწვაც კაი იდეა იყო, მდიდარი არომატი აქვს, соусიც კარგი არის და სიმინდის დაბრალწოს საინტერესო იდეა იყო, მაგრამ აქ ყურძღელი ვარ ყოფილიყო, ნებისმიერ სხვა რამე ვარ ყოფილიყო, მაინც იგივე კრედიტი გაიქნებოდა აბსოლუტურად რა. იგივეს არ გავაკეთებდი ალბათ. არა, ასე ვძახი რომ. პოზიტიური ნაწილები აქვს, არომატები აქვს რაღაც კარგი, პურიც კარგია, მაგრამ თვითონ ყურძღელი გინდ ყოფილა გინდა რა. მესმის. ვიზუალი აქვს ძალიან მაგრის აღორძრემი, მაგრამ როგორც კი გემოში ჩადიხარ, აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკეა. არასწორად გაქვს რაღაცეები დაწყებული. აცილებულია გემოები, აცილებულია სტრუქტურები.
რა გააკეთევაშა. მეცხრე სეზონი არის MasterChef-ში კონსტანტინეს საჭმელისთვის ჯერ ხელი არ დაუკარებია და ჩემ ბურიტოს ესე იღებს და იმნია. ჩაურმა. და MasterChef-ის ისტორიაში კონსტანტინე პირველად მიირთვა ხელით. ეგრევე ხვდები, რომ არ ექნება ძალიან კარგი შეფასება და კონსტანტინე ამბობს, რომ ძალიან ბევრი წელია. არ შევხედი ვარ. ესეთი რაღაცა მისთვის ჯერ არავის არ უკადრებია. შაულმა მგონი არავის არ გაუკეთებია. იცი როცა ესე junk food-ს აკეთებ, ბევრად უფრო უნდა გააჯანქო. უნდა შემომიყვანო ლობიოც. უნდა შემომიყვანო რაღაცა მძიმე соуსიც, უნდა რაღაცნაირად დამიხუნძლო ინგრედიენტებით, იმიტომ რომ ჯანქია, ხო? რაც უფრო ბევრი რაღაცნაირი ნარევი კეთდება соуსთან ერთად პირში და ეს соусიც მსუყე უნდა იყოს, უფრო მოწონს პირს, ხო? ამ შემთხვევაში соуსის ნაკლებობა მე არ მაქვს გემოში, მაგრამ მოცულობაში მაქვს, ხო? იმდენად მძაფრია ეს გაწურული მაწონი, რომ იმ სიმსუბუქეს მაძლევს, მაგრამ არა რაოდენობა. ახლა წეგან დავგუგლე და მარტო ერთად იგასა მსოფლიოში ყურძღლის დონერი რა. დოჰაშია რაღაცა და აი როგორი სპეციალიტია, იცი რა ვიცი. ერთი დოჰაშია ყურძღლის დონერი და მეორე MasterChef-ში საქართველოში. მარტო დოჰაში არის დელიკატესი, რომელიც მე MasterChef-ში გადმოვიტანე და გავაკეთე. მადლობა მელანო, ვაჟა, დაუბრუნდით თქვენს ადგილს. და ბოწყული კაკი ეკატერინე თქვენი ქათმის კერძები მაგიდასთან. გადიან ახლა კაკი და ეკატერინე, გააქვთ თავისი ქათმის კერძი და უყურებ ერთი რა კერძი აქვთ ერთი ამ ქათმისგან მე წინაზე ქათამი უმიდარბოდა ჩემი ქათამი და ერთი ამითი ქათამი რა იქნება ნახო მეთქი. კაკი, მოდი დავიწყოთ შენგან. როგორ მოგვიმზადე იგი? პირველ რიგში ლორი დავარენდერე და ცხიმთან ერთად მე შევწვი ქათამი. იგივე ცხიმში შევწვი ხის სოკო, შევწვი ქამასოკო, გამოვაცხე კარტოფილი, მოვწალე ისპანახი, რახან გაზაფხული არის, ჩემი აზრით მოუხდება ისპანახი, გვაქვს გაწურული მაწონი, გვაქვს ნიგოზი, თვითონ ლორიც მაქვს ცოტა. პირველი აგემოვნებენ ჩემს კერძს, სინჯავს შეფ კონსტანტინე და მეუბნება ძალიან ნაზი და ცოცხალი კერძია. ძალიან კარგად შემოდის ეს რაღაცნაირი დამწვარი არომატი გემოში, რომელიც ცოტა რაღაცნაირ country styles უსვავს ხას და მე ეს მომწონს. შეფ, ეგ დამწვარი გემო, რომელიც სასიამოვნოდ შემოვიდა გემოებში, არის რაჭული ლორი. ცოცხალია, ჩემთვის მისაღებია, მადლობა. შეგარუგეთ. თქვენი კერძი მოგვიყევით აბა? რახან გაზაფხულია, შემოვიდა მწვანილები, ვიფიქრე, ჩახოხბილი გავაკეთო, მაგრამ ცოცხალი გემოებით. ანუ ქათამი ფქვილში, წიწაკაში, ანუ პანკო გავუკეთე, ასე ვთქვათ, შევწვი ცალკე. ანუ კარაქში და ზეითუნის ზეთში, ცოტა თავის ცხიმის ჩაუტოვე და ცალკე, გარნირად პურის ნაცვლად ეს ხორბალი არის ატამთან. ცოტა პარმეზანი აქვს, ცოტა სიცხარე. სინჯავენ ჩემ კერძს და შეფ კონსტანტინე მეუნება, რომ ძალიან სასიამოვნო გემო აქვს. ძალიან სახლური, ძალიან დამჯდარი, ძალიან კარგი, მაგრამ არა ცოცხალი. იმიტომ რომ ბულგარულ წიწაკას, ამ თბილ წიწაკას ძალიან სპეციფიური გემო აქვს, ხო? რომლის კერძების 90%-ს, რომელშიც იგია მოთავსებული, თავის გემოზე გადაყავს. და თუ მისი მომზადება გადაწყდა რაღაცა პერიოდს, უკვე კერძი ძალიან მძიმეა. ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა. ძალიან სასიამოვნო, მაგრამ სახლური გემოები აქვს. ეტიკეტი გაქვს მარტო ორი. ერთი რო ჩიპსის ტესტი ვერ გადის. ცოტა ხრაშუნა, მაგრამ ისე ვერ გაიარა ჩიპსის ტესტი. ერთი წუთი დააგდო. მაგრამ გემო ძალიან კაი აქვს ჩიპსი. სვანური მარილით არის შენელება. და კიდე რაღაც შებოლილი არომატი აქვს მაგასაც. თვითონ ლორისის გამო. მაგაში კენი ეგეც? მე გარდამავალი არომატები კარგია, ლეტმოტივად რა, გამაძლიერებელი გემოსი. ერთი რაღაცაც არ
რაც უკეთესი უნდა იყოს, არის რომ გამბედაობა შეზავებასთან ხორცის. ზოგადად კაი ნამუშევარია. შეგერებთ. ბაბა. ცოტათი მშურს, იმიტომ რომ ჩემთვის ეგეთი კარგი შეფასებაც არ ვთქვამს და რეალზე გამოჩნდა კიდევ ახალი კონკურენტი კაკის სახელით. არა უშავს კაკი, შენც მოგხედავთ მე და ჯოზი მოვა მაგის დროც. რეჰანის შემოყვანა ძალიან კლასიკური კარგი მანევრია, უხდება, მაგრამ მე მგონია რომ გვერდზე უნდა გაგეხედა და განახა რა საკეთებს კაკი. და სულ სხვა მიმართულებით კი არ უნდა წასულიყავი კომფორტში. არამედ აი ცოტა გეჩვენებინა რომ შენ შეგიძლია დაშლა რაღაცეების და შენ რო ეს დაშლილი ყოფილიყო და აი კარგი წვენი გაკეთებინა ცალკე. ეხლა ისე მოხდა რომ შენ ეს გემოები ამოიყვანე და მე ერთმანეთში გაურია ყველაფერი და დაკარგე. და კი კაი გემოა, ძალიან კაი, ეს არის ძალიან კარგი სახური ჯახოხობილი არის. ბევრად ჯობია ვიდრე დარწმუნებული რომ უმეტესობა ადამიანის გაკეთება ჯახოხობს რა. მაგრამ ეს სტილისტიკურად კერძი ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო ჯობდა. რომ შენ ესაც იშრომე გამოჩენილი იყო რა. მესმის კი. რომ შენ იშრომად შენ თვითონ დამალე მე რაღაც ერთიან კომფორტში. გარდინერზე არ გავგიჟდი მე. მაგრამ ჯამში კაი ნამუშევარია. მადლობა მეგობრებო, კარგი იყო. ორივე საკმაოდ კაი კერძი ქონდათ მომზადებული და შეფასებები იყოფა თანაბრად. საბოლოო ჯამში ჩემი კერძით შეფები კმაყოფილები არიან და მეც ბედნიერი უბრუნდები ჩემ ადგილს. უბრუნდებით ჩვენს ადგილს და ველოდებით გადაწყვეტილებას. ჩვენ კი სულ მალე გავიგებთ თუ ვინ იქნება აუთსაიდერი და ვინ დატყვევებს MasterChef-ის სამზარეულოს სამუდამოდ. ახლა კი დრო დავასახელოთ თითო წვრილიდან თითო აუთსაიდერი, რომელთაგან ერთ-ერთი სამუდამოდ დატოვებს MasterChef-ის სამზარეულოს. დადგა აუთსაიდერების დასახელების დრო და შეფ ლუკა ამბობს ნინი და უკვე ფემზადები რომ გავიდე და ძალიან დამწუხრებული ვარ, იმიტომ რომ არ მინდა მანდ გასვლა. შენმა იხმა აჯობა ჯოზის იხს, ამიტომ ჯოზი შენ ხარ აუთსაიდერი. უბედნიერესი ვარ, მე დავამტკიცე MasterChef-ის სამზარეულოში, რომ მე უფრო მეტი შემიძლია, ვიდრე აქამდე შემეცლა და ჯოზის უქნელ ხელს რომ გასწავლი მე იხვის შეწოს. ნუ ნინი მე ხარ რა ქვია დაანთო ფეიერვერკები, სო ვიშორებო. ამას ხوار გონია რომ სახში მიდის ჯოზი. არა, გენაცვალე. არა, ჯერ არ მიდის ჯოზი სახში. ჯერ შენ და მე. ჯოზი, ანუ 5-0. მელანა და ვაჟა. თქვენგან ერთ-ერთის კერძი ბევრად უფრო ხასიათდებოდა გემოვნური თვისებებით და სრულყოფილებით. ამიტომ მეორე აუთსაიდერი არის დუდუდუდუნ. ვაჟა, შენი კერძი განიცდა ამის დეფეციტს. ამიტომ შენ გახარ აუთსაიდერებში. რა გეკონათ, რა გეკონათ? სკუპით გაურბილა შეფებთან. თინუსის დუელში გაიმარჯვა ანანომ, ამიტომ ბატატო, შენ აუთსაიდერი ხარ. ძალიან ყველა, მე იმიტომ რომ ვდგევარ ჯოზისთან, ვაჟასთან და ანუ ორ ძლიერ ადამიანთან ერთად და ცოტა იმედები მაქვს გადაწყვეტილი უკვე. კაკისა და ეკატერინეს შორის დუელში ქალბატონი ეკატერინე არის დამარცხებული აუთსაიდერი, თქოთ გამოგზავნით. ჩემი და კაკის დუელში გაიმარჯვა კაკი და მე გავდივარ მეოთხე აუთსაიდერად შეფების წინ. აქვე ვიტყვი რომ კაკი ძალიან კაი ნამუშევარია, ალბათ ჯერჯერობით შენი საუკეთესო კერძი იყო და ერთ-ერთი კარგი MasterChef-ის ამ სეზონში. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს ეს შეფასება. ეკატერინე, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდი, შენი კერძი საკმაოდ გემრიელი იყო, ამიტომ შეგიძლია დაუბრუნდე შენ ადგილს. დღეს მე და კაკი მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით კონკურენტები, ორივე გამარჯვებულები ვართ. იგივეს თქმა შეიძლება რეალურად ალბათ ერთ-ერთ ადამიანზე, რომლის ტექნიკას და კერძი ძალიან კარგი იყო რეალურად, უბრალოდ წყულში დამარცხდა ჯოზი. დაუბრუნდი შენ ადგილს. ნინი, ნახე. გასული არ ვარ, უკან მაბრუნებენ. თან მოიცადე? შეფლუკას უსმენ? რას ამბობს? ნინიმ გაჯობა, მაგრამ შენი კერძი შესანიშნავი იყო. შესანიშნავი კერძი იყო? და მე პირველად ვიდექი აუთსაიდერებში.
პატატო ვაჟა სამწუხაროდ მასტერშეფის ფორმატიდან გამომდინარე ერთ-ერთი თქვენგანი სახში მიდის. ძალიან დაძაბული ვარ, არ ვიცი რა მოხდება. ვაჟა, მესმის რომ შენი ძლიერი მხარე გაქვს კონდიტერია და როგორც გვანახი კურდღლის შეწვა შეგიძლია, მაგრამ ეჭვმაქვს იმდენად დიდი აქცენტი გააკეთე იმ პურზე, რომ დაგავიწყდა რაღაცები მოთუშულ მასაში ბოსტნეულის. პატატო, ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ ხოლმე მკაფიო განვითარება და წინსვლა რაღაცეებში. რაღაცა წინსვლა არის, მაგრამ არა ისეთი მკაფიო, როგორც შენ კონკურენტებს აქვთ. დღევანდელი დამარცხებულებიდან ვაჟა შენ მეტი გვანახე, ვიდრე ბატატომ გვანახა, ამიტომ ბატატო დღეს შენ ტოვებ მასტერშეფის სამზარეულოს. ბატატუნო სამწუხაროდ გვტოვებს ბატატო. შენ ნამდვილად კარგად იასპარეზე დღეს, მაგრამ ასე მასტერშეფის წესები ესეთია. ძალიან მეწყინა მარცხა. ძალიან. მე დღეს ტოვებ მასტერშეფის დიდ სამზარეულოს. მადლობა დიდი. შეგიძლია წისაფარი მოიხსნა, 1-2 სიტყვა შემოუთვალო შენ კონკურენტებს და აჟა შენ დაუბრუნდი შენ ადგილს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გამოცდილებისთვის. ეს იყო მართლა სიახლე და ვამაყობ რომ აქამდე მოვედი თქვენთან ერთად და ძალიან მიყვარხართ ყველას აკითხავთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველანაირი ჩემს. მადლობა. დანარჩენებს კი გილოცავთ, თქვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით საოცნებო ტიტულს. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ კვირას საღამოს 10 საათზე პირველ არხზე მასტერშეფის დიდ სამზარეულოში. მე ისე ვაქვარ და ბრძოლა გრძელდება გამარჯვებისთვის. მე გადავედი უკვე 8 საუკეთესო მონაწილეში და ესე გავაქცელებ წინ გამარჯვებისკენ და ყველაფერი ჯერჯერობით ძალიან კარგად მიდის. მე ვამტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს და ძალიან მაინტერესებს შემდეგში უკვე ვინ დატოვებს პროექტს. მასტერშეფის გამარჯვებულ სპინას გადასცემს ინდეველოპმენტი დიდ დიღომში. სახლი, რომელიც შენდება შენთვის. გადმოდი შინ. მასტერშეფის სამზარეულო აღჭურვილია მიდიას ტექნიკით. მიდია შექმნილია შენი კომფორტისთვის. გადაცემის სპონსორია ლუდი ბავარია. ბავარია, როგორც ყოველთვის. გადაცემის სპონსორია სანტე, რძის პროდუქტების ლიდერი კომპანია საქართველოში 22 წლიანი გამოცდილებით. გადაცემის სპონსორია სანტინო სანტესგან. სანტინო, შექმნილია საქართველოს ბუნების მიერ. გადაცემის სპონსორია ჩერო. ჩერო, შეაჩერე არჩევანი ჯანსაღზე. გადაცემის სპონსორია პარმალატი. პარმალატი, შეფი თქვენს სამზარეულოში. გადაცემის სპონსორია პრეზიდენტი. ფრანგული ბრენდი, ლიდერი ყველის, კარაქისა და ნაღების წარმოებაში, პრეზიდენტი, შეხედე ცხოვრებას მადიანად. გადაცემის სპონსორია ჩვენი სუფრა, ჩვენი სუფრა, ტრადიციულად გემრიელი. ზეითუნის ზეთი ფინალი, იდეალურია სალათებისთვის და თქვენი საყვარელი კერძისთვის. მასტერშეფის სპონსორია ბიუბიუს ნედლი ქათმის ხორცს პროდუქტები. წარმოებული საქართველოში 2013 წლიდან. მელოჩი ჟიზნი, დიასახლისების ნომერ პირველი არჩევანი, უკრაინული წარმოების საყოფაცხოვრებო პროდუქცია. მელოჩი ჟიზნი, ყველაფერი თქვენი სამზარეულოსთვის. მასტერშეფის სპონსორია ბაღჯეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია იმერი. იმერი, ჯანსაღია. მასტერშეფის სპონსორია საკონდიტრო კომპანია სანდომი. მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მუდმივად ახალი პროდუქტი. გადაცემის სპონსორია ელექტროლუქსი. თქვენი უკეთესი ცხოვრებისთვის. შექმნილია შვედეთში. მეგატექნიკა, ელექტროლუქსის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. გადაცემის სპონსორია სუპრემო. პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ოჯახისათვის. გადაცემის სპონსორია გლობინო. უკრაინული პრემიუმ ხარისხის ზეხვეული. მასტერშეფის სპონსორია ტრიჟელანია. უბრალოდ გემრიელი და ხელმისაწვდომი.
გადაცემის გენერალური სპონსორია ინდეველოპმენტი დიდი დიღომი. სახლი, რომელიც შენდება შენთვის. გადმოდი შინ. MasterChef-ის სპონსორია მიდეას ჩასაშენებელი ტექნიკა. მიდეა შექმნილია შენი კომფორტისთვის. MasterChef-ის სპონსორია ლუდი ბავარია. ბავარია, როგორც ყოველთვის. MasterChef-ის სპონსორია კარაკი პრეზიდენტი. კარაკი პრეზიდენტი, შეხედეთ ცხოვრებას მადიანად. გადაცემის სპონსორია ზეთი ფინალი. ზეითუნის ზეთი ფინალი. სალათებისთვის და თქვენი ყველა კერძისთვის. MasterChef-ის სპონსორია ბიუბიუს ნედლი ქათმის ხორც პროდუქტები. ბიუბიუ, ქართულ სიმინძე გაზრდილი ქათამი. პროექტის სპონსორია მელაჩი ჟიზნი. მელაჩი ჟიზნი. ბედნიერება წვრილმანებშია. გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია სანდომი. ყველაზე თქმელი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ტრიჟელანია. ასობით რეცეპტი და მხოლოდ ერთი მაიონეზი. MasterChef-ის სპონსორია ელექტროლუქსი. მეგატექნიკა. ელექტროლუქსის ოფიციალური პარტნიორი. MasterChef-ის სპონსორია კარაკი პრეზიდენტი. კარაკი პრეზიდენტი, შეხედეთ ცხოვრებას მადიანად. გადაცემის სპონსორია ზეთი ფინალი. ზეითუნის ზეთი ფინალი. სალათებისთვის და თქვენი ყველა კერძისთვის. MasterChef-ის სპონსორია ბიუბიუს ნედლი ქათმის ხორც პროდუქტები. ბიუბიუ, ქართულ სიმინძე გაზრდილი ქათამი. გადაცემის სპონსორია ტრიჟელანია. ასობით რეცეპტი და მხოლოდ ერთი მაიონეზი. MasterChef-ის სპონსორია ელექტროლუქსი. მეგატექნიკა. ელექტროლუქსის ოფიციალური პარტნიორი. გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია სანდომი. ყველაზე თქმელი ზღაპარი. პროექტის სპონსორია მელაჩი ჟიზნი. მელაჩი ჟიზნი. ბედნიერება წვრილმანებშია. MasterChef-ის სპონსორია ლუდი ბავარია. ბავარია, როგორც ყოველთვის. MasterChef-ის სპონსორია მიდეას ჩასაშენებელი ტექნიკა. მიდეა შექმნილია შენი კომფორტისთვის. გადაცემის გენერალური სპონსორია ინდეველოპმენტი დიდი დიღომი. სახლი, რომელიც შენდება შენთვის. გადმოდი შინ. საღდგომო სუფრის მშვენება. სადღესასწაულო პასკა. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა, თქვენი გამჭრიახობა, რომ შექმნათ რაღაც, რაც ჩვენ გავაკვირვებს მოცემულ დროში. საუკეთესო პასკის ავტორები იმუნიტეტს მოიპოვებენ. ამ დავალების შესასრულებლად თქვენ გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ 2 საათი. თუმცა რა თქმა უნდა ეს არის MasterChef-ი და თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ შეუძლებელი შეძლოთ და ზუსტად იმ დროში ჩაეტიოთ, რა დროსაც ჩვენ მოგწევთ. გადამწყვეტი ბრძოლა ჩაკაფულს ეძღვნება. კერძი რომელსაც ამხელა კულტურული ღირებულება აქვს, არ შეიძლება არ იყოს ერთ-ერთი თავარი კერძი ქვეყანაში. ქართული კულინარიის შედევრი უადგილო იმპროვიზაციებს ვერ იტანს. აი ეს ყველა კომბინაცია, რასაც ჭამ მე ჩაკაფულს ვერ უძო. კვირას 22 საათზე MasterChef-ი პირველ არხზე. გემოვნება იზომება ხარისხით.